ესე იგი, დღეს უკვე უნდა გავხსნათ NVC-ის ცარიელი პროექტი და ჩვენ თვითონ უნდა დავიწყოთ რაღაცების კეთება შიგნით. ესე იგი, როგორც გახსოვთ, წინაზე როგორც გავაკეთეთ, NVC-ის პროექტი იხსნება ჩვეულებრივ new project-ს დავაწვევით, მე Visual C# ავირჩევთ web-ს, ან არ ავირჩევთ web-ს, აქვე DIS. და ASP.NET Web Applications დავარქვით სახელს. project. დავაწვევით OK-ს და მე აქ ნახეთ რას ვეთქვი წინაზე ხო აქ MVC ავირჩიეთ. ეს იყო ჩვეულებრივი template, ანუ შაბლონი. აქ ვეთქვით ახლა empty იყოს, ცარიელი იყოს, просто MVC-ის არქიტექტურის იყოს აწყობილი, ანუ MVC-ის პროექტი იყოს და არა web form-ები ან web app-ი ან ასე შემდეგ. და შეგვიქმნის MVC-ის პროექტს, რომელიც იქნება ვაფშე სულ ცარიელი. ხო? ესე იგი, წინაზე დეტალურად რაღაცები გავიარეთ, რაღაცები არ გაგულია, მაგრამ ეხა ანუ აქ არაფერი აღარ გდია, არც კონტროლერები არ არის, აქ არც view-ები არ არის, აქ არც მოდელი არ არის, არაფერი აბსოლუტურად არ არის. ამიტომ ჩვენ შევქმნით ყველაფერს. ეხლა თუ გვინდა რომ პირველივე ჯერზე გავუშვათ ჩვენი პროექტი და რაღაც დავინახოთ, ანუ პირველივე ჯერზე გაშვების დროს რა ეშვება, რომელი view ეშვება, რომელი კონტროლერის რომელი view ეშვება default-ად. home-ის ინდექსი, ხო? ამიტომ ეხლა რომ გავუშვა ამომიგდებს errors, იმიტომ რომ home-ის ინდექსი არ არსებობს, იმიტომ რომ აი კონტროლერები არის ცარიელი, view-ები არის ცარიელი. ხო? ამიტომ გიო ეხლა შენ თან აკეთებ ამას, თუ პროსტა რაღაცას ჩარეჭო. თანად გააკეთო ეს. ან თუ გინდა გააკეთო, ოღონდ სულ ეჭველი მისმინე. ჯობია რომ მისმინე. ხო, ანუ კონტროლერებში არც არაფერი არ არის, view-ებში შევდივართ და რაღაც web config-ი არის, ეს view-ების კონკრეტული web config-ი არის, რომელიც მე მგონი იგივეა რაც ეს. არა, იგივე არ არის, უფრო პატარა. ანუ რაღაც view-ებთან არის კავშირში, ეს web config-ი, ანუ რაღაც ამის აღწერილობა წერია, setting-ები წერია, option-ები წერია, მეტი არაფერი. ნუ რაღაც მნიშვნელოვანი არაფერი არ არის ჩვენთვის. რაშიც რამე უნდა ჩავწეროთ. view-ებშიც არაფერი არა, კონტროლერშიც არაფერი არა. ამიტომ მოდი დავამატოთ პირველივე home კონტროლერი. ეს default-ად იმიტომ რომ home-ის ინდექსი უნდა გაიშვას და იქ home-ში მე დავამატოთ ინდექსი. ნუ დამატებულიც იქნება. ესე იგი, ვაწვევით კონტროლერებზე მარჯვენა ღილაკს, მე ვეუნებით edge, ვეუნებით controllers. აქ ვეუნებით რომ გვინდა სულ ცარიელი კონტროლერი, შიგნით არაფერი არ მინდა რომ ეწეროს, არც read write-ის action-ები, არც რაღაც entity framework-ის გაკეთებული view-ები, მოკლედ არაფერი არ მინდა, просто მინდა ცარიელი, მე თუ რამე მე თვითონ დავაწყე. აქ დავაწვევით edge და ეხლა შევთავაზებ სახელს. ესე იგი, რაღაცა სულით არის ეს პირველი გალურჯებული სიტყვა. home კონტროლერის სიტყვა რჩება, იმიტომ რომ მე ვიხვდეთ რომ ეს კონტროლერია და არ არის ჩვეულებრივი კლასი შექმნილი просто კონტროლერების ფოლდერში. ეს დავაწვევით და როგორც ხედავთ, ეხლა შეგვიქმნის ამ home controller-ს, ჩაგვიგდებს კონტროლერებში და default-ად გააკეთებს action, default-ად გააკეთებს ფუნქციას, რომლის დასაბრუნებელი მნიშვნელობა იქნება action result-ი, ხო? და რომლის სახელი იქნება index. და რას გვიბრუნებს? views. ანუ არის ფუნქცია, რომელსაც შემდეგ დავუძახეთ action result-ებს, უბრალოდ view-ებს, რომელიც არის გაკეთებული კონტროლერში და რომელიც უკან გვიბრუნებს დასაბრუნებელი მნიშვნელობა აქვს action result-ის ტიპის view. view ჩვენ კონკრეტულ შემთხვევაში არის ეს ვიზუალი, რასაც მე ჩვენ უყურებთ WebWord-ის გახსნის დროს, ხო? ანუ ყველა კონტროლერს ხო აქვს თავისი view-ები, ამ view-ებს უბრალოდ action result-ების ტიპის ფუნქციები, რომელსაც ქვია ინდექსი, შეგვიძლია დავარქვათ about-ი, შეგვიძლია ჩვენი სახელი დავარქვათ და ამას მე უკანაც მიმული HTML razor ტიპის ფაილი, ხო? რომელიცაც გაშვების დროს ბრაუზერი გვირენდერებს და რასაც ვხედავთ, ხო? ეხლა ეს რო გავუშვოთ ჩვენ, კიდევ ერთხელ დავინახავთ, რომ არაფერი არ მოხდება, ანუ ამოაგებს errors, იმიტომ რომ არ არსებობს index, ანუ ვერც ერთი გაფართოების ფაილი ამან ვერ იპოვა, იმიტომ რომ არ არსებობს. ჩვენ კი შევქმნით ეს კონტროლერი და ამ კონტროლერში კი გდია ეს action result, მაგრამ ამას view არ აქვს მიბმული, ხო? ეხლა როგორ არ აქვს მიბმული? view-ებში რო შევდივართ, აქ გამან home controller რო შევქმნით, default-ად ამან გაგვიკეთა home folder-ი. სადაც უნდა ჩავარდეს ამ home controller-ის view-ები, ხო? მაგრამ ამას ჯერ view მიბმული არ აქვს, იმიტომ რომ ეს home folder-ი ცარიელია. ეხლა მოდი ამას view მივავათ. ეხლა როგორ ვაბავთ views? ვდგებით აი ამ მონიშნულში სადღაც ან ამაზე და ვაწვევით მარჯვენა ღილაკს. და მარჯვენა ღილაკს რო დავაწვევით, აქ გვეტყვის add view, ან დაამატე view. ხო? ამ ფანჯარას რო ამ ღილაკს რო დავაწვევით, გაგვიხსნის ესეთ პატარა დიალოგურ ფანჯარას, სადაც გვეუბნება რომ ამის სახელი იქნება index-იო, template-იო იქნება ცარიელიო და ამას მერე ვიტყვით რა შუაშია template და რა template-ები აქვს და როგორ შეგვიძლია ესენი გამოვიყენოთ. Partial view ნიშნავს რომ view რომელიც ბევრ გვერდებზე მეორდება, ხო?
ამასაც მე ვიტყვით რა არის და არა არ არის ეს ესეთი ჩვეულებრივია. Layout-ი არის view, რომელიც არის რაღაცა შაბლონი და იმაში ჯდება შემდეგ სხვა view-ები. ახლა layout-ს მოდი უცბად აგიხსნით რა. მაგალითად, web-გვერდზე ხო აქვს რაღაცეები, რაც ყველა გვერდზე ერთი და იგივეა. ხო, მაგალითად, რო შევიდე Facebook-ზე, სადაც არ გადახვიდე, გამეორდება, ყველა გვერდზე რა გვაქვს, აი გადავედი UM-ზე აქვს, გადავედი newsfeed-ზე არის, გადავედი სალონის პროფილზე არის, რა არის? სადაც მოჩატია. Search ხო? აი, მაგრამ აი რაღაც ჰედი. შეიძლება თქვი? მე ვხდები ჩატი ეგრე მახსოვდა. ჩატი ხო? ეს ხო ჩატი ახლა. გვერდზე ვარ. კი, ეგრეც მეუბნები. ანუ ესაც ჩატიც, აქ თიქელი რო არის ეგაც, logout-ის გილაკი, search-ი, notification-ების სამი ცალი ფანჯარა, ეს ყველგან დავჭი მეუბნები. აბსოლუტურად ყველგან არის, ხო? ეხლა ორი გამოსავალია, ხო ერთი გამოსავალია რომ ავდგედა, ხო მექნება თქვა 10 განსხვავებული ტიპის გვერდი. ერთი გვერდი თქვა newsfeed-ი, მეორე გვერდი თქვა პროფილი, მესამე გვერდი event-ი, მეოთხე გვერდი ჯგუფი, მეხუთე გვერდი რა ხო არის? რაღაცა სიტყვაზე 10 განსხვავებული გვერდი. ერთი ვარიანტი რა, რომ აი ეს კოდი HTML-ში დაწერილი. ხო, 10-ვე განსხვავებული გვერდზე ვაკოპირებთ. ხო? ერთი გვერდი არის index HTML. წერია ეს კოდი შინ ანუ HTML-ის კოდი წერია ამ გვერდში, სადაც ესაც შესულია ეს. მეორე გვერდი არის პროფაილი, ვთქვათ, HTML და იქაც გადაკოპირებულია ეს, ხო? ეს არის სისულელე, იმიტომ რომ ჩვენ ტყუილად, ანუ ტყუილად ამ გვერდს ხო გამოიზახებთ სერვერი, index.html-ს. ორჯერ იტყვით. წავა სერვერთან რაღაცა მოთხოვნით და სერვერი უკან გამოატანს index.html-ს და არის 256 ხაზიანი, ვთქვათ, ხო, ეს ფაილი. და წამოვა ბრაუზერი ამას დაარენდებს, ამას აკეთებს და ჩაგვიტებს. ეხლა გადავიდა პროფილის გვერდზე. გაგზავნა ახალი მოთხოვნა. ხელახლა წამოვიღო იგივე და განსხვავებული რაც აქვს. ხო, წავიდა ახლიდან, ეხლა მჭირდება უკვე პროფაილი. HTML. ხო? და ეს არის 302 ხაზიანი, სიტყვაზე ვარ ამ ხაზებს, ხო? კოდი რამე ხაზიანი, ანუ არ მიჩვენია გასულ ფაილი დიდად პატარა, ხო? მაგრამ კოდის რაოდენობაზე გააჩნია იმდენ მიწერია, მაგრამ სიტყვაზე. ну 10 კილობაიტები რო იყო, ამდენი კილობაიტი და ამდენი კილობაიტი. ოღონდ ეხლა ხო წამოვიდა ეს უკან, ხო? ანუ პროფაილში ეს კოდი ისევ არის, ამის კოდები. ოღონდ რაც არის განსხვავებული ისაც არის, ხო? რეალურად შეიძლება ეს საერთო რაც არის, ეს არის 100 მეგაბაიტი, 100 კილობაიტი. ანუ ორივეში 100 კილობაიტი ტყუილად წამოვიდა, ხო? იმიტომ რომ იგივე იყო არ შეცვლა, არაფერი არ შეცვლა, ხო? ამისათვის გამოიგონეს EVC-ში არის გამოგონილი layout-ი, ხო? და layout-ი არის გვერდი, რომელიც აბსოლუტურად ყველა გვერდზე, ან რომელიც გვერდებზეც გინდა, რომ გამეორდეს იმაში ჩაწერ იმ კოდს, მე ეტყვი რომ აი index-ის layout-ი იყოს რაღაცა და ამ index-ზე ის გვერდი გამეორდება. ანუ რაც არის საიტი, ხო? აი მაგალითად საიტის შემთხვევაში ჩვეულებრივი რო არ იყო Facebook-ი, და იყო ჩვეულებრივი საიტი. ხო? ანუ ჩვეულებრივი საიტი წესით უნდა გამეორდეს რა? აი რაც იგივე Facebook-ზე მოვიდოდეთ, ხო? აქ menu და search და footer. HTML-ში ხო არის fix-ი თუ რაღაცა, იმას ვაჩერეთ. არა, ეს სხვა რაღაცაა. HTML-ში აქ fix-ი კი გააჩერებ ამას, მაგრამ ეს ხო არის index.html, ხო? რო გადავხარ contact HTML-ზე, ანუ რა ხდება ამას? შენი ბრაუზერი servers, რომელიც არის რაღაცა აქ, უგზავნოს მოთხოვნას, რომ რაღაცა HTTP პროტოკოლი იცითაცა, ხო? HTTP პროტოკოლი არის ჩვენ კომპიუტერსა, კლიენტსა და სერვერს შორის კავშირის ენა, ურთიერთობა, როგორ არის თუნდა ურთიერთობას. ეს არის ამ პროტოკოლი ეგაა, როგორ ესმით ერთმანეთს, ან გარემაზე ესმით. ეს HTTP პროტოკოლით მოთხოვნა ნიშნავს, რომ ჩვენი IP ჩავწერე, მე რო დავაწოდე about relax, ხომ გადავიდეს რაღაცა რა ვთქვათ, google.com/about. ეს არის სრულად ახალი გვერდი, ხო? ჩემი კომპიუტერი, ჩემი კლიენტი მოთხოვნას უზამის სერვერს, რომ ამ მომხმარებელმა მოითხოვა კონტაქტ გვერდი. ეს მოთხოვნა მიდის სერვერთან, სერვერი ამ მოთხოვნას იგებს, ეს ყველაფერი ხდება HTTP პროტოკოლით.
ანუ ეს სერვერი ამ მოთხოვნას იგებს, რომ მოხმარებელს უნდა contact HTML გვერდი და contact HTML გვერდს უკან აკრძალოს. მე ჩემ ბრაუზერში ამას მიგიწევს. აი ეს კავშირია სულ სერვერსა და კლიენტ შორის, ხო? და ამ შემთხვევაში ეს თუ ერთ გვერდზე არის ესეთი და მეორე გვერდზეც არის ესეთი, მეორე გვერდი რო წამოვა contact HTML-ი თუ არ ხმარობ layout-ებს, ნიშნავს რომ იმ contact HTML-ში ეს უნდა იყოს, ანუ ამის კოდი უნდა ეწეროს, ხო? უნდა contact HTML-ში ამის კოდი თუ ეწერია, ვერ უნდა ვერ გამოვახო. აქ შემიძლია გავაკეთო ეს რა? შემიძლია გავაკეთო ესეთი layout CS HTML ფაილი, ხო? სადაც ჩავსვავ web გვერდის კოდის იმ ნაწილს, რომელიც რაღაც გვერდებზე მეორდება, არ აქვს მნიშვნელობა, ორ გვერდზე მეორდება თუ 15 გვერდზე მეორდება. ხო? მაგალითად, აი ეს header და აი ეს footer. ხო, ყველა გვერდზე უნდა გამოვიდეს. ამ კოდებს ჩავსვავ აი აქ. ხო? და მე აი განსხვავებული ხო ეს? ხო? აქ ხან ინდექსი ჩაჯდება, ხან კონტაქტი ჩაჯდება, ხან გალერი ჩაჯდება, ხან ლოგინი ჩაჯდება, ანუ რაც არის განსხვავებული მარტო იმებს ჩავკითხავ მე. ხო? და აი layout-ის ახრიდან წამოღება ყოველჯერზე არ მოუწევს. layout-ი აქ იქნება ჩემ ბრაუზერში, დაკავშირებული და როცა ინდექსიდან გადავა კონტაქტზე, ეს აი ეს არის აი ინდექსი მარტო მეტი არ არის. ეს წავა კონტაქტ წავედი და კონტაქტს აი ჩასვავს. ხო? ეს და ეს იქნება უცვლელი. იმიტომ რომ layout-ში. და მე შემიძლია გვერდს უთხრა რომ შენი layout იქნება ეს, შენი layout იქნება ეს, შენი შეიძლება 1000 layout იქნება რა. ეხლა რა პრინციპი? მაგალითად, როცა ტიპი ხარ ჩვეულებრივ დალოგინებული საიტზე, ხო? მაშინ არის რაღაცა layout-ში, რომელშიც მეორდება ეს menu და footer. როცა გადადიხარ ადმინისტრატორის პანელში, menu და footer არ ჭირდება ადმინისტრატორის პანელში. გაქვთ ახლა როგორი ადმინისტრატორის პანელი? ანუ სულ სხვანაირია. ანუ არ ჭირდება მე ადმინისტრატორის პანელში footer და header. ამიტომ ადმინისტრატორის პანელის layout იქნება სულ სხვანაირი. ადმინისტრატორის პანელში სხვანაირი მენიუ მაქვს, ხო? აქ ჩვეულებრივ გვერდზე შეიძლება დააყენოთ მთავარი, გალერეა, კონტაქტი, ჩვენი შესახებ, ჩვენი ნამუშევრები, პორტფოლიო. ადმინისტრატორის პანელში არის სხვანაირი მენიუ. იმიტომ რომ ადმინისტრატორი რო შევა გვერდი რომ მართოს, ხო? ის სხვანაირი მენიუ. ამიტომ ადმინისტრატორის პანელში მექნება სხვანაირი layout. ანუ უკვე ორი layout მინიმუმ მაქვს, ხო? ერთი მაქვს ჩვეულებრივი მომხმარებლის layout-ი, მეორე მაქვს ადმინისტრატორის პანელის layout-ი. მივხვდით ხო რასაც ვამბობ. ანუ layout-ი არის ეს. layout-ს აქტიურად ვიყენებთ აქ ჩვენ MVC-ში, იმიტომ რომ გვერდზე ყოველთვის გაქვს რაღაც ისეთი რომელიც რაღაც ისეთი კომპონენტი, რომელიც აბსოლუტურად ყველა გვერდზე მეორდება. ხო? ამიტომ layout-ში ჩავწერ იმ ყველაფერს, რაც მინდა რომ რაღაც გვერდებზე გამეორდეს და მე ვეტყვი რომ ინდექსის შექმნის დროს ვეტყვი რომ შენი layout-ი არის ეს. სხვა გვერდს დავამატებ კონტაქტს, იმასაც ვეტყვი რომ შენი layout-ი არის ეს. და ნიშნავს რომ ყველა გვერდზე ინდექსზე გადავა, კონტაქტზე გადავა, რომელსაც layout-ი აქვს ეს, ის layout-ი იმ layout-ში რა HTML-ის კოდი წერია, რა კომპონენტიც არის, ყველგან გამეორდა. დაზოგავ ამით რას? დროს, ანუ იმას ვქო მეხსიერებას და პახვდო სერვერთან გააკეთებ ნაკლებ მოთხოვნას, რა. ახლიდან ამ თლიანობას აღარ წამოიღებს მარტო იმას რაც იცვლება. ხო? ეხლა მე მოკლედ layout-ი არ მაქვს. ამიტომ დავიკიდებ layout-ს და დავაწვევ პირდაპირ ეს. ეხლა ნახე, ეს შემიქმნის მე CS_HTML ფაილს, რომელიც ჩავარდება view-ებში შესაბამის ფოლდერში. აი view-ებში index.cs_html ფაილი ჩავარდა. დეფოლტად აქ არაფერი ხარ წერია. ეს არის CS_HTML გაფართოება, რაც ნიშნავს C#HTML გაფართოება, ანუ ესე იშიფრება. და აი ამ ტიპის ფაილს ქვია razor ტიპის ფაილი. ანუ აქ ამ ფაილში, ანუ CS_HTML-ში მე შემიძლია დავწერო როგორც C#-ის კოდი, ასევე HTML-ის კოდი. ამიტომ არ არის ჩვეულებრივი HTML გაფართოების ტიპის ფაილი, ხო? ეხლა მაგალითად აი აქ. აბა მითხარით, რომელია C#-ის ტიპის კოდი და რომელია ჩვეულებრივი HTML კოდი. აი ზედა ნახე რაღაც სტრანი HTML-ში გააქვთ ეგეთი ძაღლუკა და ყვითლდება და view-back title ვაფშე რა არის, არ ვიცით, ხო? დაბლა კიდე H2 ვიცით რომ ჩვეულებრივი HTML-ის ტაგია სათაურის. ამიტომ უკვე ვნახეთ რომ ზევი წერია C#-ის ტიპის კოდი, დაბლა წერია HTML-ის კოდი, ხო? ეხლა მე რო ეს გავუშვა, აი რო გადმოვიდე home controller-ზე და გავუშვა, ხო? უკვე იქნება ყველაფერი რიგზე, იმიტომ რომ ეს დაიწყებს ძებნას index.html უბრალოდ home-ში index-ის ფაილის ძებნას დაიწყებს და იპოვის და გახსნის. ხო? და ნახე რა მაქვს. აი ეგ წერია, სად ვარ? აი ეგ წერია ინდექსი.
აი ეს წერია ინდექსი. აქაც წერია აქაც წერია ინდექსი, მაგრამ რაღაცეები ნახეთ აქვს კიდე ამას ამოვიდა. რატო გააკეთე? როგორ? ფედერი მაქსელი ყოლა. მაქელა, აი ხა მე რო აქ შევცვალოთ, გავხადო H1, უფრო დიდი იქნება. აი უფრო გავდიდებს. გავხადო H6, H6 ყველაზე პატარა. ეს application-ები რაღაც სხვა რაღაცაა, ხო ნახეთ რა არის. აი ნახეთ, მე რო გავაკეთე index.xh. წერა ეს ფოლდერი, ხო? არა, ხო? მე რო გავაკეთე პირველივე view, ხო? აი ეს ჯიგარი მიხვდა იმისი, მე აღარ მაკეთებინებს ყველაფერს ახლიდან, ხო? და ამან ეგრევე გამიკეთა share ფოლდერი, რომელშიც ამის შემდეგ ჩაიკრება layout-ები. ხო? და მე რო გავაკეთე view, ამან მიხვდა ეგრევე თვითონვე და გამიკეთა layout.cshtml ფაილი. რომელიც არის ჩემი ამ ეხლანდელი პროექტის ძირითადი layout ფაილი, ხო? წესით აი ხა ნახეთ, შეხედეთ აი ამას. ჯერ ამ კოდს შეხედეთ და მერე შეხედეთ აი ამას. აი ხა აქედან მითხარით WebWord-ის რა ნაწილია layout-ში და WebWord-ის რა ნაწილია ისე ყოველჯერზე იცვლება. ინდექსი იცვლება ეს layout-ია. აი ეს არის, რომ აი ეს მარტო ჩემი ინდექსი. დანარჩენი არის layout. ეხლა layout-ის ფაილში შევიხედოთ და ვნახოთ კოდი. აი ხო? აი ეს არის იმ მენიუს კოდი, რაც მაღლაა, შავი და ფუთელის კოდი. ხო? აბა ეხლა ვინმე თქვის სად ჯდება ის ფაილი, რომელიც იცვლება. აი ესე გაგიხსნით კოდს და აი ხელი დაადეთ ან მითხარით, რომელი ადგილია ის? ხო, layout ხო რა არის, რაღაცა გვერდია და სადღაც მერე ჯდება ეს ჩვენი ინდექსი, კონტაქტი, რომელსაც ვეუბნებით, რომ layout-ია, შენი ან layout CSHTML-ია, შენი layout-ია, ხო? აი, საჯდება ის კონკრეტული გვერდი, რომელიც სულ იცვლება. ამ layout-ში რაღაც პატარა ადგილი ხო აქვს, სადაც ჯდება ეს გვერდი. აი, აქ თქვენი აზრით საჯდება. აი, პიტაკში. როგორ? ისია. აბა სა. სადა? აი. ხო, ზემოწია. აი, პეტაგებში. ესე იგი არა. აქ ნახე data-თან ZTL-ი არ მარი არის ვენა document application. ნახე ეს რა ადგილია? აი. ეს უთერია. აბა ეხლა უკვე უნდა მიხვდე წესით. ესე იგი მაგიზია. აი რენდერბა. ხო. ეს არის C# კოდი და აი აქ მოაქვს ის გვერდი, რომელიც იცვლება. მიხვდი ხო? მიხვდი ყველა? ანუ აი აქ წამოიღო რა წამოიღო აქ, აბა ვიმოთვის. Inside in გვერდში რაც წერა. აი მთლიანად არის წაიღო და ჩატენა იქ. ხო. ხო, ეს არის 1000 ხაზიანი წაიღო და ჩასვლა იქ. ხო? ანუ ჩემი გვერდის layout-ი აი index-ის layout-ი არის აი ეს ფაილი, ეს ფაილი, ხო ეს underscore-ი რა ქვედატირე, ესე აქვს თავისი სახელი default-ად. რა ხა, რამე ამას ვერ წაუშავ, რამე კი არ მოხდება პოსტა, ესე დააყო, რომ გავარჩიო მე რომელია shared layout-ის, ან რომელი გვერდი არის layout და რომელი ჩვეულებრივი გვერდი, ხო? ეს layout დააყო ამან ამ ჩვენ layout-ის გვერდს, ხო? და აი კიდე რაღაც გამიგეთა view start CSHTML. ამ ფაილში view start CSHTML-ში წერია, გვერდი რო გაეშვება default-ად მისი layout იქნება აი ეს. აი. ანუ აი ამ პროექტში რა გვერდიც არ გაეშვება default-ად, ანუ გულისხმობის პრინციპით იმ გვერდის layout იქნება აი ეს ფაილი. ეხლა ნახე, მე რო აქ წაუშავო. აი ეს რაღაც რო გავაკეთო. და რო გავუშვა. აბა რა მოხდება ვინმე? всё layout-ი აღარ აქვს რა, იმ index layout-ი დაიკარგება, იმიტომ რომ ეუბნება რომ იქ default-ად ნალი არის, ან layout-ს ვაფშე არ ქონდეს არაფერს რა. ყველაფერი დაკარგა, სტილები დაკარგა, ეს H-ს რაც ქონდა სტილი ის დაკარგა და ყველაფერი რაც layout-ში იყო დაკარგა, ხო? ეხლა ჩავუხე layout-ი ისევ დაკარგა. თუ გვინდა რომ რომელი აი მაგალითად გვინდა რომ მთელი პროექტის layout-ი იყოს ის ფაილი, მაგრამ ერთ კონკრეტულ გვერდზე არ მინდა რომ ვაფშე layout-ი მქონდეს, ხო?
არ მინდა ვაფშე რომ ერთი კონკრეტული გვერდი მინდა, რომელსაც არ მინდა რომ layout-ი ქონდეს. მაშინ მოხდება ესე. აქ არაფერს არ შევცვლით, მაგრამ გადავართ ინდექსზე და ეგ ჩავწერთ. რომ layout-ი არის null. ანუ ეხლა მთელ პროექტს კი აქვს layout, მაგრამ აი ინდექს არ აქვს layout-ი. ანუ ინდექსზე ვეუბნები layout-ს ნულა ჩამიტვირთავ, მე რაც ვარ ის ჩამტვირთე, ხო? იყოს ვაფშე ცალკე. სხვა კი, აი მაგალითად ამ layout-ი შეგვიძლია მივცეთ, აი ამ layout-ში თუ ჩაუწერ რაღაც კონკრეტულ ფაილს, იმ გვერდის layout-ი ის იქნება, მაგრამ მთელი პროექტი ის იქნება სხვა. ხო? ეხლა აქ როგორც მივხვდით, აი viewback.title ინდექსი რო წერია, მივხვდით ალბათ რაცაა, ხო? რა არის, აბა? აი სად არის, აბა ხელი დაადეთ. ჰა? აი იქ რო წერია viewback.title უდრის ინდექს. ხო წერია? აი აქ. აი ხო წერია? აბა მაჩვენეთ აქ სად არის ახლა აი რა ეს ინდექსი ვაფშე სად წერია რა საერთოდ ანუ იქ viewback.title რა ხვდებით? ანუ ეგ თვითონ გვერდის ისა რა? ამ გვერდზე layout წაიგო? არა, აი ნახე. აი ეს კოდი ხო არ არის layout-ი. არ არის layout-ი. ხვდებით რა არის? ეს არის ჩვეულებრივად ამ გვერდის title. HTML-ში ხო აქვს ტაგი title. აი viewback.title უდრის ინდექს ნიშნავს აი ამ გვერდის აი ხა სად ხედავთ ამას? აი ზევით. მაგრამ იქ კიდე რაღაც აქვს მიმული, ხო? ის რაღაცა სამწერია. ის არა page plan with index. სად? არა, ეხლა ვართ index HTML-ს. სად? არა, ანუ სადღაც რომელ ფაილში წერია, მინდა რომ ეს მოვაძრო აი ეს my.asp.application რაღაც. თქვენი აზრით სად ეწერება? აი აქ layout-ში. აი, სად წერია? აქ ნახე რა წერია? ჰა? აქ ნახე რა წერია? რომელი გვერდით ჩაიტვირთება ამ layout-ში? ხო, ჩაიტვირთება ინდექსი. ინდექსში viewback.title წარმოიდგინეთ თუ არის ცვლადი. ხო? და აქ მე მიწერია რომ აი აქ რომ title-ის სახელი არის ინდექსი და აი აქ მიწერია რომ მე რაც არის viewback.title-ის ნიშნულობა, იმას მიაბი my.asp.net application, ხო? აი ეს რო ეხლა მე წავშალო და ეს დავარეფრეშო, ისეთ მოძღვება, მაგრამ my.asp რაღაც, ხო? აქ რომ მე გადავაკეთო ეხლა ხო? აჰა, ჩემი title შეიცვალა. ანუ მივხვდით ხო? მოკლედ layout-ი არის ფაილი, რომელიც არის საერთო რაღაც გვერდებისთვის და იქ render body რო წერია, იქ მოდის და ტენის ყოველ ჯერზე იმ გვერდს, რომელსაც გავხსნით. layout-ში რაღაცების შესწორება რა თქმა უნდა შემიძლია, რაღაცების ჩამატება რა თქმა უნდა შემიძლია. ჩვეულებრივი HTML-ის კოდი წერია. დიდი განსხვავებული და გენიალური არაფერი არ არის, ხო? აჰა, შევიხედებთ layout-ში, ჩვეულებრივი HTML-ის კოდი წერია, ეხლა ახსენე. აქ მაქვს meta tag-ი რაღაცა, რომელიც შეგვიძლია წავშალო ეს ვეუბნები რომ აქ encoding-ი ამ გვერდზე იქნება უტერებოა. მე წერია meta name viewport რაღაც, ესაც შეგვიძლია წავშალო, ანუ ეს meta არის დამატებითი ინფორმაცია გვერდის შესახებ. არაფერი შეიძულებული ცვლილება, title არის ისეთ მაგალითება. შემდეგ წერია link, ref, content, site, CSS. ეს რა? CSS ფაილი. CSS ფაილი გითხოვს, ხო? სად არის CSS ფაილი? საიტებში. ანუ ვან მისამართი. არა, ხო, სად არის, რა მითხრა? ლოგიკა. Content site CSS აი აქ არის, ხო? Content და site CSS გითხოვს, ხო? So ანუ არის ლოკალური. მე წერია link, ref, content, bootstrap, min CSS. ეგა bootstrap min CSS-ი რო არის და ბოლო არის script-ებიდან გვეთავს modernizer 2.6 რაღაცა JavaScript-ის ფაილს, ხო? So ეს ეგ იმორჩა. რა წავიდა body არის ჩვენური გაკეთებული, არის გაკეთებული div, რომელიც არის navbar, inverse, navbar fix რაღაცა კოდი წერია იმის. მე წერია div class container, მე div-ში ისევ div-ია, მე div-ში ბატონებია სამიცალ როგორც ხედავთ, ხო? აბა რა ბატონებია, რო ნახოთ. ვებია ვაფშე ისინი. აქ არაფერი არ ჩანს, ხო? და რაღაცა ჩდება, ხო? ეხლა ნახეთ რა ხდება. მოკლედ, აი აქ კოდი წერია bootstrap-ის დახმარებით. bootstrap-ი როგორც ვახსენე არის CSS-ის ბიბლიოთეკა, framework-ი, ხო? რომელშიც უკვე რაღაცა CSS-ის სტილები გამზადებულია. აი ხა მოდი შევიდეთ bootstrap-ის საიტზე და ვნახოთ ვაფშე რას ვამბობ, ანუ რას ნიშნავს ეს.
ეს არის bootstrap-ის web-გვერდი. ხო? შემიძლია გადავიდი აქ, უბრალოდ CSS-ში. და ახლა ნახეთ, აი მარჯვენა მხარეს წერია რაღაცები. ახლა ნახეთ, ჩამოვედი პირველივე რაც შემხვდა არის რა, ესენი დავიგიდოთ ცოტა ხანი, მაგათ მე დავუბრუნდეთ. რაღაცა სტილებია და აი ყველაზე მარტივი რაც შეიძლება გაჩვენოთ არის თქვათ აი ეს, აი ნახე. თეიბლები, bootstrap-ში. რაღაცა ლამაზი სტილის თეიბლი მაქვს, ხო? და გეუბნება, რომ აი ამ სტილს, აი გახაზავს, გაწევს, გააბლდებს, იქით მიწევს, რაღაცა ლამაზი ნახაზებია, რიცხვებს დაუწევს, ყველაფერს იზავს აი ეს. თუ შენ table components HTML-ში კლასად მისცემ tables, ხო? და თუ bootstrap-ი არ გექნება ამ შემთხვევაში, რისი გაკეთება მოგიწევს სხვა შემთხვევაში. ეს table-ის კლასი შენ ხელით უნდა დაწერო, რომ იყოს ესეთი, იყოს მარჯვნივ, იყოს იქით, იყოს აქეთ CSS-ის კოდი, ხო? მაგრამ ამას უკვე გზა აქვს. ანუ ეს გეუბნება, რომ მე bootstrap-ის ფაილში მაქვს გაკეთებული კლასი, რომელსაც უკვე მე სტილად დავუწერო, ვერა ჯიგარმა ეს Twitter-ის თანამშრომელი თუ რაღაცა დაწერ. უბრალოდ Twitter-მა გაკეთა ეს bootstrap framework-ი თავისთვის და მე გახადა public. ხო? ვიღაცა უკვე შენ მაგივრად იწვალა, უკვე დაწერა CSS-ის სტილი. შენ გეუბნება, პროსტა გამოიხე. აი კლასში ჩაუწერე table და tables გახდის unmarks. ხო? ეხლა ნახე. ეს საწერია table როგორია. აი აქ მე წინა პირველად რო გავიარე, ხო, აქ რო ჩავყევი ფაილებს, აქ ნახეთ bootstrap CSS ფაილი. აი ნახეთ, ხო ხედავთ. აქ ორჯერ შევარ და ნახეთ რამდენი ხაზი კოდი წერია. რამდენი ხაზია? 6816 ხაზი კოდია. ხო? ეხლა აქ რომ მე დავსერჩო table. აი წერია table-ის კოდი, ნუ ეს მაგრამ რა თქმა უნდა ეს ერთი არ არის, დაბლა კიდე ეწერება. აი მეუბნება table td table იყოს ესეთი, tables border collapse არ კონდეს, table border ანუ table-ის კოდი უკვე მზად არის, აი წერია მოკლედ ყველაფერი რა. აი გადავალ კიდე, აჰა. ანუ აი კიდე width-ი კონდეს ესეთი, t-body, t-footy, ვაფშე ყველაფერი მოკლედ აკალეთ table-ი როგორი უნდა იყოს ამის მიხედვით არის ყველაფერი მზად. აქ სათხედავთ ეხა ამის, ანუ აი ნახეთ ეხა მენიუსაც გაჩვენებთ აი ეგ სად არის. აი მოკლედ ყველაფერი აქვს input-ები. რო ეს მაუსს რო ჩააგდებ გვერდზე გალურჯდეს. ხო? თუ რაღაცას დააწექი და რაღაცა მზად არ იყო, უბრალოდ რაღაცაში არ წერია გაწითლდეს, ხო? ყველაფერია, ხო? აი განიერი იყოს, ვიწრო იყოს, ესენი აქვს, checkbox-ები აქვს, რადიო ბატონები აქვს. რაღაცა ფოკუსი აქვს ნახე მიცემული რაღაც ლურჯი, ხო? შეგვიძლია ამისის გამოიყენო. ჩამუქებულია, disable-ია. ანუ ყველაფერი აქვს აბსოლუტურად. ნახეთ როგორი რაღაცეები აქვს. შეგვიძლია თუ ყველაფერი წარმატებით გაიარა, აქ მწვანე რაღაცა მოუგდოს. თუ რაღაცა შეეშალა წითელი. შეგვიძლია აქ ჩაუწერო, რომ ეს უნდა გამოიყენოს რაღაცა ესეთი ტიპი მეილია. აჰა, წამოვედით ყველაზე კაი რაც აქვს არის ღილაკები, ხო? აი ნახე რას იზარ. ხო გააკეთე button. Button ხო ის HTML-ში. კლასი თუ წაუწერე button defaults გაგიკეთებს აი ესეთ button-ს. თავისი სტილებით. თავისი ჩარჩოთი, თავისი დაწოლის შემდეგ რა უნდა ქნას, დაჭერის შემდეგ, დაკლიკის შემდეგ. თუ მისცემ button primary-ს გაგიკეთებს ესეც, lures. თუ მისცემ button success გაგიკეთებს ესეც. info-ზე ესეც, warning-ზე ესეც, danger-ზე ესეც და ლინკი აქვს კიდე რაღაც თავისი, რომელიც ლინკად შეგვიძლია აქვს რა. აჰა, ესეთ ღილაკებს აკეთებს. თუ მისცემ button primary, button LG გაკეთებს dits. თუ ეტყვი რომ primary იყოს ჩვეულებრივი, ესეთია საშუალო ზომა. თუ ეტყვი რომ small იყოს, თვითონ დაგისვევ ზომებს. ხო? ყველაფერი აქვს. აი ნახე, image-ში რომ მისცემ კლასი image rounded, აი ესეც გაიკეთებს. image-ის იმას უკვე მოამგვარებ. შენ აღარ გიწევს ხელი დაწერა რომ ისა box ისა რა კოდია ეს border radius-ია, ხო? border radius-ი იყოს 25% რომ მოამგვალოს და შეკრას და წრე გააკეთოს და რა. რომ იცემ image rounded, თვითონ მოგიმგვალებს და ზომებიც გიწერია რა. აჰა, ტექსტებს ეტყვი bg primary background colors გახდის ჩვეულებრივი. თუ ეტყვი რომ bg success-ი გაამწვანებს. ხო? background colors. კიდე ჩამოდიხარ 1000 რაღაცა აქვს ამას. ეგ მაგებში 1900 წერია თუ კიონად ჩავდო რა. არა, წერია ეს ყველაფერი აქ. ხა ჩვენ გვაინტერესებს. ეს ფაილი აქვს, უბრალოდ ვაფშე.
ერთი CSS ფაილია და გამოდის bootstrap-ის ვერსიები, ხო? რაღაც ეხა აქ აღარ მახსოვს რომელი ვერსია აქ-დია, ვერ გეტყვი სიმართლე. შეიძლება აქ ეწეროს სადაც. აი V30-ია. გამოვა ახალი bootstrap-ის ვერსია და შეგიძლია შენ თვითონ ხელით მიაბა. ეხა MVC-ს კაი ის აქვს, რომ უკვე მოყვება, ანუ აი როცა ეს 2013 წლის ვიზუალი გამოვიდა, უახლესი ვერსია რო იყოს bootstrap-ი, უკვე ლოკალურად მოყვება. ხო, ბევრად არ ჭირდება, ხო მაგ არა, ანუ ხო რა რაც დაგჭირდება იმას გამოიყენებ. ეხა მე აქ დავსერჩავ აი მენიუს. ნახე, მენიუც აქვს თან აკა. jQuery-ს სასაკი არის. როგორ? სასაკი არის jQuery-ში, ეს ამ უბრალოდ. jQuery არის JavaScript-ის ბიბლიოთეკა. რაც დაგჭირდება სასაკი არის, აქეთი ბიბლიოთეკა გაკეთდება. არა, jQuery-ც ეგეთი ბიბლიოთეკაა. აი ნახე. jQuery არის აი აქ. jQuery-ც არის ჩაგდებული უკვე. აი სკრიპტებში არის ჩაგდებული jQuery. აი ნახე. ესეც არის ერთი დიდი ბიბლიოთეკა. აი ხედავ რომ ხელაა ეს კოდი. არა. jQuery არის დიდი ბიბლიოთეკა. შენ JavaScript jQuery-ის კოდის დროს რასაც დაგჭირდება, იმას გამოიყენებ. აქაც ეგრეა. რაც დაგჭირდება, შენ იმას გამოიყენებ. bootstrap-იდან. ეხა მე ვეძებდი ნავიგაციის ბარს, ნავ-ბარ. და ნახავთ ეხა რა მაგარია. აი ნახეთ. აი ზევით მენიუს მოხედავთ. ეს არის bootstrap-ის გაკეთებული ნავიგაციის ბარი. ეხლა ამას ნახე კარგი რა აქვს. ესე რომ დაკეცავ ამას. აი, როგორად გადაკეთდება თავისით. შენ კოდის წერა არ გიწევს. შენ თუ ჩაურთავ ამ კლასს, გვერდს რომ დაკეცავ, responsive რო გახდება, მობილურში ტიპი რო გახსნეს, აი ესეთი ღილაკი დაუშვება და ამას დავწოვე ჩამოიშლება მენიუ. ეს რო შენ 0-დან დაწერო, შეიძლება დახარჯო 2 დღე და ნერვები. მაგრამ bootstrap-ში უკვე მზადაა ეს. შეგიძლია წამოიღო ჩასვა. მივხვდით ხო? ჩასწორება თუ შეიძლება, თქო, მოკლედ, კარგი არ არის, როცა bootstrap-ში კოდში ჩაასწორებ რაღაცას. კარგი არის თუ შენ სტილს გააკეთებ. გადააწერ bootstrap-ის სტილს HTML-ში და იქ შენ რასაც გინდა იმას გაასწორებ. შეგიძლია ფერი შევუცვალო. ხო? აი ხა მე მაგალითად აი მე შემიძლია შევუცვალო ფერი, აი layout-ში. ეხლა ნახე. აი ეს ყوارი შავი. ეს მინდა გავხადო ყვითელი ვთქვათ. ნახავ რომ ეს არის header-ი, აი ეს კონტეინერი არა და აი ეს არის, აი navbar, inverse, navbar fixed, ხო? ეხლა ავდგები ამ navbar-ს დავაკოპირებ. არა, არ მინდა დაკოპირება, პირდაპირ ჩავწერ. აი აქ ამ ფაილში მე ბოლოში გავაკეთებ style blocks, სადაც ჩავწერ ამის CSS და ესეთ რაღაცას ვეთქვი. Navbars background color მიცი yellow. ეგ ხდება რომ ჩვენს უპირატესობა. კი. ხდება რომ ჩვენს მომიენჯოს უპირატესობა. სუდი ვარიანტი იქნება რომ შემძვრალიყავი bootstrap-ის ფაილში და იქ მეპოვა სად იყო შავი და გადამეკეთებინა, იმიტომ რომ შეიძლება ეს ნავბარი სხვაგანაც დაგჭირდეს. ხო და იქაც ყვითელს წაიღებს. ამიტომ იყოს დეფოლტად რა ფერიცაა, იყოს შავი და მე რომ დამჭირდება, სადაც დამჭირდება იქ ფერს შევუცვალ. ხო? დამჭირდა შევუცვალე, ხა მოსწავლში გაქრება ეს. და ხდება ისევ შავი. უპირატესობას ანიჭებს ჩვენსავე ფაილში გაკეთებულ ჩვენ კოდს და არა bootstrap-ს. მე რასაც გადავაწერ იქ იმ ცენტრალური bootstrap-ის ფაილზე გადაეწერება. იქ არაფერი არ შეიცვლება, მაგრამ რენდერის დროს მიხვდება რომ უპირატესი არის ჩემი დაწერა. როგორ? კი. კაი, ეხლა მოვწყდით თავარს ამ bootstrap-თან გვექნება აქტიური შეხება. ჩვენ აქ CSS-ი კოდს დავწერთ მინიმალურად. იმიტომ რომ bootstrap-ი უკვე არსებობს, გამოვიყენოთ მაქსიმალურად bootstrap. არ გვინდა რაც უკვე გამოგონილი არის, მოდი ნუ ახლიდან ნუ გამოვიგონოთ. დავჟღავ დროს და ენერგიას და სხვა რაღაცებზე დავხარჯავ ამ დროს. ხო, ესე იგი, რაზე გავჩერდით? ანუ ამ კოდს ვიხილავდით, ხო? ანუ აქ მივხვდით მოკლედ რა როგორ არის. ამ HTML action links მე ვიტყვი რა არის, render body არის რა. აი ამ კონტეინერში, container body content-ში მოაქვს render body-ში ის გვერდი, რომელსაც მე ვტვირთავ იმ კონკრეტულ შემთხვევაში. index დავაწვევი, აი ეგ render body-ში წამოიღებ შევსავს index. დავაწვევი contact, წამოიღებ შევსავს contact. დავაწვევი account, წამოიღებ შევსავს accounts. თუ მინდა რომ layout-ი მოუხსნა ვაფშე გვერდს, ვიცი საიდან უნდა მოუხსნა layout-ი, მივიდივარ ან იმ კონკრეტული გვერდის აი აქ, აი ეგ ჩავწერ. რომ layout-ი უდრის ნას, ან იქ view start-იდან ვეტყვი რომ მთელ ჩემ პროექტს მოუხსნი layout-ი, მე ვაფშე მყიდია layout-ი. ხო? შეო, ეხლა ნახე რა ვქნათ. ეხლა მოდი გავაკეთოთ ესეთი რაღაც.
გავაკეთოთ ახალი, აქედან მეორე ის დავამატოთ, ესეთი public action result contact return view. ხო? ახალი action result-ი დავამატე. ამას დავამატოთ view. ხო? ეს არის კონტაქტი. აქ ინდექსში გადავუკეთოთ h2, რომ მივხვდეთ. გავუშვებ ახლიდან. თავიდან შემოდის home index, ხო? ინდექსია. აქ ჩავწერ contacts. გადავალ contacts, ხო? ესე იგი, ჩემი ლინკი როგორ ეწყობა? აქ წერია localhost-ი, რომელიც EES-ი აკეთებს local web server-ს, რომელზეც უშვებს ამ ჩემ პროექტს. მე თუ ეს პროექტი დავდე რაღაც დომენზე, მაგალითად სადღაც web-ში, მაგალითად დავდე ვიყიდე დომენი geolab.mvc.project.com, ხო? და ეს ჩემი პროექტი დავდე იქ. ლინკი როგორი იქნება? geolab.mvc.project.com/home/index/home/contact, ხო? და ეს როგორ არის ლინკი აწყობილი? პირველი home-ი რა არის? თავი ისა რა. არა, ისე ხომ მითხარით რა? ჰა? სახლი. არა, ინგლისური გამარტება კი არა. ან პროექტში home-ი რას აღნიშნავს? view-ს რა. home-ი არ აღნიშნავს view-ს? ან home-ში შედის რა. home-ი რას აღნიშნავს? view-ს არ აღნიშნავს. controllers. ხო. controllers. და in contact-ი რას აღნიშნავს? გვერდის საფუძველი. წერა რა. view. ან მოკლედ მე რო შევხედო ნებისმიერ ვებგვერდს აწყობილს. აი მაგალითად ეხა შევიდეთ საბაზე. აი აქ შევედი. აბა ეხა აქ მითხარით რომელ კონტროლერში რომელ view-ზე მდგავარ. სალო აბა შენ მითხარი. ხო, ის ბოლო რა არის? პარამეტრი, დამატებითი რაღაცა, ხო? ეხლა საიდან ვეუბნები მე, ეხლა სადღაც ხო წერია აქ, რომ web-გვერდს რო გახსნის, შევიდეს home-ზე, default-ად საჩერდეს. home index-ზე. სადღაც ხო წერია აქ. მე ვთქვათ, მინდა შევცვალო და მინდა რომ უთხრა, რომ default-ად შედი home contact-ზე. და ეხლა საიდან ვაკეთებ? აი upstart-ი რო გავიარეთ, გახსოვს? და აქ root config-ი რო იყო ფაილი C#-ის. ხო. აი აქედან ვეუბნები, რომ შედი home index-ზე. აბა საწერია. ხო. ანუ ეს ფაილი არის routing-ის ფაილი. რა არის routing? მარშრუტიზაცია, ხო იცით რაც არის ქართულად? ეი. ანუ აქ არის გაკეთებული default routing-ი, ანუ default მარშრუტი, რომელიც ეუბნება, რომ პირველი რაც წამოვა OLE-ში არის კონტროლერი. მეორე რაც წამოვა არის action, ანუ view. და მესამე რაც წამოვა არის პარამეტრი. მე დაბლარი გამარტებული default-ები. პირველი რაც წამოვა არის default-ად, თუ არაფერი არ წერია, არის home. თუ არაფერი action-ში არ წერია, არის index. და ID არის optional, ან ეწერება, ან არ ეწერება. მივხვდით? აი ხა მე რო შევიდი აქ. აი აქ. და ეს რო წავშალო. საჩევა. home index-ია, ხო? ანუ ეს სწორედ იქ რო კოჩი წერია, რომ default-ად კონტროლერი არის home და default-ად index-ი არის, action-ი არის index, აქ წერია. მე რო ეხა აქ შევცვალო და დავწერო აქ კონტაქტი. ხო? ეს რო გავთიშო, გათიშულია და რო გავუშვა, საჩევა default-ად. ეხა სად არის? კონტაქტზე, ხო? აი რომ მე ეხა ჩავწერო home index-ი, გადავა index-ი, ხო? აქ რომ მე ჩავწერო კონტაქტი, გადავა კონტაქტზე. მაგრამ default-ად არის home კონტაქტზე. default-ად რო გაიხსნება გვერდი, აი ტიპი რო ჩაწერს geolab.mvc.project.com, ეგრევე შევა home კონტაქტზე. ხო? აქედან შემილია მე შემილია არ დავამატო ჩემი მარშრუტი, ჩემი კონფიგი, ისა, ჩემი routing-ი, ანუ ახალი. დაგჭირდება ეს, რომ მე. ხო? აი მარტივ მაგალითს გეტყვი. მაგალითად, კაი, ამას მე გეტყვით რო არა მოდიოთ ეხლა. და ID დავინახეთ აქ, ხო? ეს ID არის პარამეტრი. აი აქ, აი ეს. წეგან საბაზე რო ვიყავით. ბოლოში 2016 იყო. ის იყო პარამეტრი, იმ გვერდის პარამეტრი. ხო? ის პარამეტრი კიდე რაღაცა დატვირთვავს, რაღაცას ნიშნავს ამ გვერდისთვის, ხო? მოდი ახლა გავაკეთოთ მარტივი ესეთი მაგალითი.
ესე იგი, გავაკეთოთ თქვენის ლისტი, სტუდენტების ლისტი და ეს სტუდენტების ლისტი ლამაზად table-ში გამოვიტანოთ MVC-ში. ოღონდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სტუდენტების ლისტს შევქმნი მე თვითონ ხელით. ხო? მაგრამ საერთო ჯამში ბაზიდან მოგიწევთ ხოლმე, ხო? ამ ყველაფრის წამოღება. აი ნახეთ. ესე იგი, მე უნდა გავაკეთო ლისტი. ვისი ლისტი უნდა გავაკეთო? სტუდენტების. მოდელი გახსოვთ რა არის? MVC-ში მოდელი რა არის? აბა თუ გახსოვთ რა არის მოდელი? მოდელია. აი რა არის? აბა შენი სწორით მითხარი. ანუ რაღაცა როგორ გამოიყურებოდეს მაგის. არა. მოდელი არის რაღაცა ინფორმაციის მატარებელი ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის გაცვლას view-დან კონტროლერში და კონტროლერიდან view-ში. ხო? ამ შემთხვევაში მე რაღაცა მჭირდება, რაშიც ინფორმაციას ჩავდებ და გავგზავნი იმაში. view-ში. ამიტომ უნდა გავაკეთო მოდელი. და თქვენი ინფორმაცია უნდა გავგზავნო, სტუდენტის ინფორმაცია უნდა გავგზავნო. მოდელი რა იქნება? იქნება ჩვეულებრივი კლასი. ხო? რომელსაც ერქმევა სტუდენტი. აი ჩვეულებრივი კლასია. თქვენ რა ველები უნდა გქონდეთ? სტუდენტს რაღაც ველები ხომ უნდა გქონდეს? სახელი გვარი და არის. ესეც რა არის? properties-ები. ესე დაწერეთ, მე ავხსნით ეს რა არის. get server-დან მიღებდეს. არა, server-დან არა, ანუ get set-ი არის arts ფუნქცია თვისებაა, ხო, properties. arts ფუნქცია და arts ჩვეულებრივია, რაღაც გარდამავალია რა, რომელსაც ავხსნით, მე რა არის. ოღონდ ესე შეგიძლიათ დაწეროთ, ანუ დიდი მნიშვნელოვანი არაფერი არ არის, ის რომ რაღაცა არიცი და ვაიმე ვერ ვწერ და რაღაც ჩვეულებრივი ტიპია. არის თვისება, რომელიც ამ names ანიჭებს რაღაც მნიშვნელობას და ამ name-დან მოაქვს რაღაც მნიშვნელობა. გავაკეთე სტუდენტ კლასი, რომელსაც აქვს 3 ველი და საჩავარდა ეს ფაილი მოდელებში. არის ჩვეულებრივი C# კლასი, მეტი არაფერი, ხო? ეხლა შევედი home-ში, აქ მე გავაკეთე ლისტი, რა ტიპის ლისტი უნდა გავაკეთო? ხო? რატო ვარ ვხედავ სტუდენტს? ის არ შეგვიძლია. ანუ სტუდენტს იმიტომ ვერ ვხედავ, რომ ეს კონტროლერი არის home კონტროლერი, ხო? აი ეს კონტროლერი, აი კონტროლერში ხომდია ეს სადაც ხოწე. გდია ფაილში. სტუდენტი გდია მოდელ ფაილში. ეს კონტროლერი მოდელ ფაილს ვერ ხედავს. უნდა დავანახო რამე მოდელ ფაილი. ხო? ეხლა როგორ დავანახო? ძალიან მარტივია. აქედან using it ვეტყვი რომ აი ეს ჩემ პროექტს ხო ქვია MVC პროჯექტი. წერტილი მოდელები დაინახე. შიგნით შეიხედე. და ეხლა აქ რომ მე დავწერე ესეთ lists და ეს students, აი დაინახა უკვე სტუდენტი. სტუდენტების ტიპის ლისტი უნდა გავაკეთო, რომელსაც დავაქვე my lists. ხო? რომელშიც დავამატებ მე თვითონ ეხლა ხელით რამდენიმე ობიექტს. ხო? მაგალითად დავამატებ რას? დავამატებ my list add ვეთქვი new student. ვეთქვი რომ პირველის name არის Salome. Salome's surname არის Kachachiladze. და age არის 19. ხო? ეხლა დავამატოთ მეორე სტუდენტი. აი new student რას ვაკეთებ? ახალ სტუდენტს. ობიექტს ვქნი და ვაგდებ იმ წამსვე, ხო? ანუ ვიმარტივებს ჩემ ცხოვრებას. და აქვე რო ვხსნი ფრჩხილებს, აქვე იმ სტუდენტის ველებს უცბად ვანიჭებ მნიშვნელობებს გაჩვენის პრინციპით, ხო? უზაური, ხო?
22 ხო? გახდი უკვე 22 ის? როდის? დღეს? აი, მართლა? კაი, ანუ ლისტი გავაკეთე და ობიექტები ჩავყარე. ხო? ანუ, ეხლა მე მჭირდება რომ ეს ლისტი რამენადაც ჩემ ინდექსს მივაწოდო და იმან მე უზრუნველყოს ამ ყველაფრის გამოჩენა. ხო? ეხლა მოდი მე ესეთ რაღაცას ვიზავ. აი ჩემ გაკეთებულ ინდექსს წავშლი და ახლა გავაკეთებ ამ ჩემი views დამატებას. ხო? დავუწევ მარჯვენა ღილაკზე, დავუწევ add view, აქ მეუბნება რომ ინდექსი, ახლა template, აი წეღან რასაც შევეხე. წეღან გავაკეთე empty without model. გავაკეთე სულ ცარიელი კოდი რა ეწერა, ერთი ხაზი ეწერა, ეგ h2 დაარქვა თავისით ინდექსს, მეტი არ არის, ხო? ეხლა მე რომ ამ template-ში კიდევ ნახო ჩამოვშალო, მაქვს ძალიან ბევრი template. ამ template-ი რას ნიშნავს? შაბლონები უკვე გვერდების სტილის მიხედვით უკვე ამას გაკეთებული აქვს. მე პროსტა ვეთქვი რომელი შაბლონი გამოიყენოს. ხო? ეხლა მე აქ რისი შაბლონი მჭირდება? ამა მივყვეთ create მინდება, არა, list, delete, edit, empty არის მოდელიდან. list-ი მინდა. list-ად მინდა რომ ეს გამოვაჩინო, ხო? model class-ი მჭირდება რამე რო იყოს? ტყუილად ხო არ გავაკეთე? ანუ სტუდენტების ლისტის გამოჩენა მინდა. კი, კი. აი, სტუდენტი ავირჩიე, ხო? დავაწევი OK-ს და ეხლა სურპრიზს გამიკეთებს ეს. თვითონ დამიწერს კოდს, ხო? რომელიც აკეთებს რას? ამ ჩემი სტუდენტების ლამაზად გამოჩენას. ეხლა რო გავუშვებ ნახავ. ეხლა მომიგდო ერორი, რომელიც მოვიწყდება ხოლმე ძალიან ხშირად. აბა რა არ გავაკეთე? რაღაცა შეხტე კიდე არა, ინდექსი იყო, მაგრამ რაღაც ხა ერორი ამომიგდო და ეხლა ნახეთ ლოგიკურად კოდს რომ იყო რა წერია. გავაკეთე მაგისა ლისტი შევავსე, მაგრამ არ გადავაწოდე, დამავიწყე. აი გადაწოდება დამავიწყე პროსტა. ეხლა დეფოლტი ჩავმოყავ კონტაქტს იმედებს დამოვიწყე იქ გამოსვლა, მაგრამ პრობლემა არ არის, აქედან გადავალ. აი ნახეთ. ხო, bootstrap-ის თეორია გააკეთა ძალიან ლამაზად, ხო? ეს განცი გამოწია, სახელები აქ ჩაყარა, გვარები ჩაყარა, page და იქ თვითონ დამატა details და delete. ხო, ეხლა მოდი და ამის კოდი გავიაროთ და ვნახოთ რას აკეთებს. ეხლა გადავიდეთ index-ზე. ნახოთ რა გააკეთა. ესე იგი ეს არის იგივე, მაგრამ აი რაღაცა ხაზი არის. და ეს ხაზი რა არის? აქვე უნება რომ ამ შენი views, ან ყველა views შეიძლება გქონდეს მოდელი, შეიძლება არ გქონდეს მოდელი. მოდელი არის ის კლასი, რომელიც არის აი კონტროლერს და views შორის ინფორმაციის გამცვლელი ერთები. ხო? ეხლა ამას ეუბნება რომ მოდელად შენ views გაქვს აი ნუმერები არ დაძაბოთ გონება შოულდრ ლისტი, მეტი არაფერი. გაქვს MVC project-წერტილი მოდელი-წერტილი სტუდენტი, აი სტუდენტი რომ მიგდია მოდელებში, იმ კლასის ლისტი გაქვს. ანუ რაც გავაკეთოთ, ხო, სტუდენტის ტიპის ლისტი ხო გავაკეთოთ? იქიდან წამოვიდა ამას ჩავი. ხო, ის ანუ მე რო იქ მივხვდე მოდელი უწერა რომ აურჩიე დამატების დრო სტუდენტი. ამან მივხვდა რომ მე სტუდენტების ლისტი მაქვს აქ გამოსაჩენი. ხო? ამიტომ მივხვდა რომ ამის მოდელი, აი ტიპი, აი კონტროლერმა რაღაცა ხო მისცა views. ის რას მის არის ლისტი. და ეს ლისტი არის სტუდენტის ტიპის. იმ ლისტში ყრია სტუდენტები. ხო? და შესაბამისად იმოქმედა მე ამან. ეხლა რა გააკეთა? ეს ვიცით რაცა, ეს ვიცით რაცა, ეს-ში ჩაწერა რა? HTML-action create, new create. ეს არის რა? HTML არის ამ ჩემი MVC Razor-ის HTML helper-ები. მოკლედ, ამას აქვს C# კოდები, რომლებიც შემდეგ ითარგმნება HTML-ში. ხო? ანუ ეს არის ზუსტი ანალოგი A-ტაგი რომ აქვს HTML-ში იმის. ოღონდ რაღაც პლუს მინუსები აქვს, ამაზე მე ვიდეობთ. ანუ action-ი არის ჩვეულებრივი სიტყვა მილინკული, აი ეს სიტყვა არის მილინკული აი ამ იმაზე რა ქვია. რა ქვია ეს? არა. აი ეს create რა არის? action result view ჩვეულებრივი, ხო? ანუ create new არის მილინკული create view-ზე. create view მე მაქვს. აი ნახე ამაზე mouse რომ მივიდან აქ რას აკეთებს? აი მაგერწები გაკეთე. თუ ნეუარი. ეს არის მილინკული home create-ზე. create მაქვს.
აი, ხეხა რომ დავწევი ეროს ამოვაქვს, ხო? აი, დავაწექი და ერორი ამოვაქვს. ვერიპო. ეს ტიპი 404 ამოვაქვს. მაგრამ თუ მე მინდა რომ სტუდენტის შექმნა მე თვითონ დავამატო, მაშინ create-ი უკვე. აქ მზადაა ყველაფერი, იქ create-ს დავამატებ და ეგ არის. ხო? ეს ნახეთ, ხო? ეს შემიძლია ზუსტად ჩავანაცვლო აი ამით. შევედი, დავარეფრეშე და არაფერი არ შეიცვალა. ანუ ის კოდი და ეს კოდი არის ანალოგი. HTML წერილი actioning-ი და არის ზუსტად იგივე. ის არის HTML-ის გამარტივებული, ანუ C# კოდის სახით წერ და მე ეს ითარგმნება HTML-ში. და ბრაუზერი კითხულობს როგორც HTML. ხო? აი, უფრო არაფერი განსხვავება არა. ხო? წამოვედი, მე წერია table. Table-ს კლასი table. რას ნიშნავს? მოძრავის კლასი იყენებს. ლამაზად მიჩნევს ხო ყველაფერს. შემოვედი შიგნით TL ვიცით რაცაა, table row, პირველი row. შეგიძლია წერია th. და წერია HTML display name for model name, display name for model surname, display name for model age. ხო? ეს name, surname და age ამ საიდან მიყდა? კლასი მოშაქმნით რა უცხო. შემიძლია აქედან შევცვალო? აი შემიძლია დავწერო? დაწერილი შემიძლია და მან თქვაც უნდა დაწერეს და პროექტს და ადრეს გავუწვის მე. გავუწვის ნამდვილად? აბა ვინ თulis რა ეხლა surname-ი დავწერო. აი ეხლა name-ი დავწერო ადგილებს რო გავუწვის. პროსტა სახელები გავუცვალე. ეხლა მივხვდები რატო გავუცვალე პროსტა სახელები. არის ზოგს. აი ხა ნახეთ, ესე იგი display name for ნიშნავს რომ აი properties-ები რაც დავარქვი მე უბრალოდ კლასში რა ველებიც გავაკეთე, იმის ველების სახელები წამოვიდა. ხო? აი მითხრა რომ model names რაც ერქვა იქ სახელი ის წამოვიდა. აი ვაფშე რო წაშალო ქართულად და ქართულად ჩაწერო შეიძლება. არ პრობლემა არა ისობს. ხო? მე იგივე უთხრა რომ model surnames რაც აქვს სახელის წამოვიდა და ნახე როგორ რაღაც გავაკეთა. პირველი ხო. მე როგორ რამეს ველიუტებით. ნებისმიერ დროს შეგვიძლია ჩამოჩერო და ვკითხოთ, ამიტომ არ მოგევიდოთ და მე გამიარიყოს რომ ვერ გამსულებ გაიგე. ესე იგი გააკეთე table და პირველი table row, ეს არის პირველი table row. ხო? შიგ ჩაყარა th, რამდენიც არის th? სამი არ არის 4 არის სწორად. სადა? ის მეოთხე უკვე ხო. წარიელი. ხო? პირველში ჩააგდო რა? name-ი, აი სახელი დაწერა name-ი, მეორეში surname-ი, მესამეში მეოთხე წარიელი. ხო? უძნელად გადაგაკეთე. აი ხომ მიხდები რა გაკეთე. რო გავხსნები რო მიხდები. აი. აი ის რაღაცა. აი ესე რო ჩავედი, ამ ორნი რო არ ყოფილიყო იმიდან. ეს მივხვდით. ეხლა ნახე რა ხდება. max for each cycle. რომელიც ტრიალებს სად? Table-ში. არა. ლისტში. რომელში? აი მოძრაობი. რომელიც მოძრაობ. ლატრიას და table-ში არის. table-ში ყლის ამ რაღაცებს, მაგრამ ტრიალებს მოდელში, ხო? მოდელი რა არის? სალო რა არის ამ მოდელი? ჰა? მოდელი ვიუარი. ჰა? აი მოდელი რა არის? აი რა მაქვს აქ მოდელი? ვედრო არის იქ და იქში ტრიალებს რამე თუ რაღაცა წერა გამოვაწოდე ლისტი, აი. ეს ლისტი ხო გამოვაწოდე. აი აქ ხო წერია რომ შენი მოდელიო არისო project MVC project-ში მოდელში სტუდენტი რო გდია იმის ლისტიაო, ხო წერია? აი ეგ რო ხმარობ მე სიტყვა მოდელს ოღონდ დიდი M-ით და არა პატარა M-ით. ხო? აქ მე ვეუბნები რომ ეს for each cycle დატრიალდეს აი ამ ლისტში. იმ ლისტში რამდენი ობიექტი აქვს? რა ობიექტებია? თქვენს ამის ინფორმაცია, ხო? აი ეს ზარუხა რო წერია წინ რას ნიშნავს უკვე მივხვდით? ზარუხას ვერასდროს დაუწერო, შემდეგ რას მოყვება, იმ ხაზზე ნიშნავს რომ ეს არის C# კოდი. ხაზა ამ დაკეთვა, მაგრამ მე რა ხაზა? აი ნახე აქ რო გავხსენე და დავხურე, ხო? სად დავხურე? აი
ამას აღარ უნდა წავიდა, იმიტომ რომ ამის გახსნა იყო და ხვდება. მაგრამ მე რო ხა დაბლა რაღაც კოდი დავწერე, ვერ მიხვდება. იმიტომ რომ აი მაინც კიდე უწერებ, ხო? ესე იგი, პირველი ჯერზე შევალ ლისტში და პირველივე ობიექტ დაიჭერს ითემში. აი ამ აიტემში პირველი რომელი დავამატე, სალონი დავამატე, ხო? პირველი იქნება სალონი. ნახე ხარ ასეთს, გააკეთებს კიდევ ერთ tiers, აი აქ. ეს ხო პირველი tiers, ან მეორე tiers. ისე როგორ ახსოვს, ესე ავსწრებს და მე ესე თუ ესე და ესე. აბა ლოგიკურად როგორ შეიცვალოს. ხო რა თქმა უნდა, იმიტომ რომ პირველი tiers დაამატებ ჩაკვეს ობიექტებს მიაღოს. მეორე tiers დაამატებ ჩაკვეს ობიექტებს მიაღოს. ხო? პირველი tiers და მეორე tiers დაამატა და წამოვიდა. ეღოთ აქ ნახე სხვანაირი HTML display for model item name. რა ჩააგდო ახლა? სიტყვა სალონი. ეს რისი ანალოგია? აი Всё. აი ეს არის იგი. ხო. იგივე. ხო? ანუ აი ჩააგდო სალომე. აქ ჩააგდო გაჩიჩილაძე, აქ ჩააგდო ასაკი. დამატა მესამე tier. ფორციკლი მეორეჯერ დაფერა. აქ ჩააგდო, დამატა მეოთხე tier-ი. აქ ჩააგდო ბიოდის ინფორმაცია. აქ კიდე რაღაცები ყრია. აქ და ეს აი. HTML action edit-ი, details-ი, delete. აქ კიდე რაღაცა დაკომენტარებული ეს, ამას მე შევხედეთ. ჯერ არ გვანთესიც რა. ხო? აქ გევარ. აი აქ, დავარეფრეში, არაფერი ახალ შეიცვალა. რაღაცა სტილები შეეცვალა, ხო რაღაცა ხო მოხდა. ეს რატო? იმიტომ რომ იმ HTML display for-ს რაღაცა თავისი სტილი ქონდა მინიჭები. მე პროსტა ეხა item წერტილი name-ი დავხდი. ამიტომ იმის სტილი დაკარგა. მაგრამ კიდია მე ხე ჩემი ხელით დავწერ, თუ რამეა მე ერთო მივანიჭებ სტილს რა. ანუ ამას მოკლედ მივხვდით ყველაფერს აქ წერია, როგორ წერია, რანაირად წერია, ყველაფერი ნათელი, ხო? ეხლა ნახე. მოკლედ, ეხლა მინდა რომ ეს დამილაგოს ასოების მიხედვით. ანუ სალომე ავთანდილი და გიორგი კი არ მინდა რომ გამომიტანოს. მინდა გამომიტანოს ავთანდილი, გიორგი და ბოლოს სალომე. სად უნდა შევცვალო და რა თუ მიხვდებით? საერთოდ ისაც შევწევთ. მადლობა. აბა თუ როგორ? არა. მაშინ აკეთე ეს ისიც. არა, სადღაც ლისტი ხო გავაკეთე. აქ. არა, ფორის სპოტია ციხო აიტემ ხო გავაკეთე. ხო, მაგრამ იქ დატრიალდეს პროსტა ლისტს მიცემ უკვე დავაგებულს. აი მაილის აქვს ესეთი ლინკის ფუნქციები, order. აი. და ვეთყვი აი ესეთ რაღაც. ამას მე კიდევ ვისწავლით რა არის. ჩაშენებული ფუნქცია order by. ეხლა ის რო დავარეფრეშო არაფერი არ ხდება, რატო? ერთ წამი ანუ ვიტყვი რო დავარეფრეშო არაფერი არ ხდება და რატო? თუ შენ რამეს შეცვლი კონტროლერში, ან კლასში, მაშინ უნდა შენ პროექტს ახლიდან კომპილაცია. თუ შენ რამეს შეცვლი view-ში, მაშინ პროსტა დარეფრეშება ჩვენის, იმიტომ რომ view-ში იცვლება მოხმარებლის მხარეს, ხოლო აქ იცვლება C#-ში და C# დარეფრეშებით ანუ ვერ ხდება. იმიტომ რომ C# ახლიდან უნდა დააკომპილირო. ამიტომ ეს რომ მე ახლიდან გავუშვა. ხო? და ეხლა კონტენტს გამიხსენს და რო გადავიდე მე აქ ლისტზე. ანუ ინდექსზე, აი ავთანდილ გიორგი სამენა უკვე გამომიტანა დალაგებული ზრდადობით ასოების მიხედვით. ეხლა შენ რას მეუბნებოდი? ისიც და რაღაცა. მოკლედ, ამას ქვია lambda expression. ხო? ეს არის კოდი, რომელიც აქვს ჩადგმული ამ chain lists და ვეუბნები ეს რაღაცას. order by ნიშნავს რომ დამილაგე ზრდადობით, ოღონდ order by default-ად ნიშნავს რომ ზრდადობით ალაგე. და დამილაგე ეს აქ გააკეთა ლოკალური lambda ცვლადი x-ი
რაღაც არა აქ x დაწერა, a დაწერა, b დაწერა, c დაწერა თუ lexos დაწერა მნიშვნელობა არ აქვს. x-ი და აი ეს x-ი, ანუ ეს კონკრეტული რის მიხედვითაც მილაგებს არის name-ი, ანუ name-ის ზრდადობის მიხედვით დამილაგება, მაგას ვეუბნები აქ. თუ მინდა რომ დავალაგო პირიქით კლებადობით, მაშინ გამოვიყენებ აქვს ესეთი ფუნქცია order by descending. ხო? ახლა გავუშვებ გადავალ ინდექსზე და დავალაგებს პირიქით უკვე კლებადობით. ის თავიდან როგორ დააკომპილირდეს? როგორ? თავიდან როგორ დააკომპილირდეს ის C# კოდი? Ctrl F5. Ctrl F5. ხო, ამას მე ყველაფერს აქ რა არის, როგორ არის, ბაზებზე დაგჭირდება ეს სასწაულად, ბაზებთან ვიმუშავებთ სულ ამებით. ყველაფერს დავამოყავთ. კაი. ეხლა ამას თქვენ წესი და რიგით ყველაფერს მიხვდით, ხო? კაი, ეხლა ნახე მე რას ვიზავ. აი მას წავშლი ამ index.html-ს. და ეხლა დავამატებ მე თვითონ. აი ნახეთ, აქ ვეთქვი add view და სუბცარიელს დავამატებ. და ეხლა მოდი დავწეროთ ერთად ეს კოდი, რაც აქ ეწერა. არ მინდა ის HTML action create new-ები და რაღაცეები, პროსტა მინდა რომ თქვენ შესახებ ინფორმაცია გამოვიტანო ლამაზად. ამ ინდექსში მოდელიც არ აქვს. ანუ ახლა ამან არც იცის რომ მოდელად რა აქვს, ვაფშე რა მოსდისაგაც კი არ იცის. როგორ? კოდით როგორ დავაკავშირო? ანუ ისე using using-ი არ ეწერა. using-ი ეწერა? აღარ გასუთ რა ეწერა? არა პრობლემა. აქ ეწერა model. მე ეწერა i numerable. აქ ეწერა რომ ეს არის MVC-ის რა ქვია ჩვენ პროექტს? MVC project. წერტილი models წერტილი სტუდენტების მოდელი იყო. ხო? ეხლა კიდე როგორ გავაგრძელო? ანუ ეხლა რა მჭირდება? table-ი მინდა რომ გავაკეთო. ხო? სადღაც ხომ ჩავყარო ეს ყველაფერი. table-ი გავაკეთე. ეხლა ეს table იქნება ძალიან მახინჯი table ჩვენი. კლასი ხომ და უთხრობთ table-ია, იმიტომ რომ ეს bootstrap-ის table წამოიღოს კლასი. პირველი უნდა გავაკეთო th. ხო? არა, ჯერ უნდა გავაკეთო სამი ცალი th. რო სამი რაღაც უნდა გამოვაჩინო, სახელი გვარი და ასე. აქ უნდა ჩაუწერო. სახელი, გვარი, ასა. მაგრამ ეს th რაღაცაში ხომ უნდა ეგდოს. ამიტომ tier-ში უნდა ჩავაგდო. ხო? პირველი ეს რიგი გავაკეთე. საათაურები დავაწერე, სახელი გვარი ასაკი. ეხლა უნდა გავაკეთო სხვა რიგები. კი, ეხლა მჭირდება ოღონდ ეს for each-ი უნდა დავწერო, ესე პირდაპირ for each-ი დავწერო, ეს ვერ მიხვდება, ხო? ამიტომ ზარურით უნდა დავწერო. აქ უნდა უთხრა რომ თქვა რაღაცა აიტემი აიღე სიტყვაზე და ეს დაატრიალე მოდელში. ოღონდ დიდი 120 მოდელში. და ეხლა ნახე რა გააკეთე. გააკეთე tier-ი. ხო? ამ tier-ში მე გააკეთე სამი ცალი td. ხო? და პირველში გამომიჩინე item-ის name. მეორეში გამომიჩინე item-ის surname. და მესამეში გამომიჩინე item-ის age. მეოთხე აღარ მინდა რაღაც მინდა. აი აღარ ვამატებ იმედიც და რაღაცებს. ზუსტად იგივე გავაკეთე ჩემით. ეხლა მინდა ერთი რაღაც გითხრათ, რა განსხვავებაა ეს მოდელი ეწერება თუ არ ეწერება. ეხლა შემიძლია ეს ვაფშე არ გქონდეს. ან შემიძლია ოფიციალურად იმის მოდელი ეს არც გავხადო. მიხვდით? და არაფერი აღარ გავუშვებ, დავარეფრეშებ, ყველაფერი რიგზია, არაფერი არ შეიცვალა. ერორი არ ამოვარდა, არაფერი არ გაასხა. ეხლა რა განსხვავებაა?
შენ თუ აი გეტყვი, რომ შენი მოდელი არის ლისტი, ხო? აქ მე მექნება უკვე ინტელიგენსი. ეხლა რას ნიშნავს ინტელიგენსი? აი აქ რო აითემს წელი, ხო მიგდებს შესაბამის ვარიანტებს. ანუ ეს რაც ხდება, რომ თუ მე ვეტყვი, რომ შენი მოდელი არის სტუდენტ კლასი, ხო? ეს ხდება, რომ ეხლა ამას აქ მოუვიდა სტუდენტ კლასი და აითემი არის სტუდენტ კლასის ობიექტი. ხო? მე რო ეს აქ არ უთხრა და აქ რომ მე დავწერო აითემი, ამას ინტელიგენსი არ ექნება. ამან არ იცის რა მოუვიდა, სტუდენტი მოუვიდა, პეტრე, პავლე, ამიტომ ამ აითემს ხო ინტელიგენსი დაკარგული აქვს. იმიტომ რომ ეხლა აი ამ მომენტში ამან არ იცის აითემი სტუდენტ კლასის ობიექტია, ჯემალ კლასის ობიექტია, თუ რა კლასის ობიექტია, არ იცის საერთოდ. ხო? ამიტომ მე რო აქ უწერ მოდელს, ეს მეხმარება შემდეგ აქ კოდის მარტივად წერაში. ოფიციალურად ვეუბნები, რომ შენ მოდელში გაქვს სტუდენტ კლასის ობიექტები. ამან უკვე იცის, რომ სტუდენტ კლასის ობიექტები აქვს და აითემს რო დავწერო, ტელს რო დავწერო, მოაქვს სტუდენტ კლასის ობიექტები აქ. სტუდენტ კლასის ობიექტის ველები. მიხვდით ხო? ვერ მიხვდით რამე ეს? თუ არის ყველაფერი გასაგები. რა მარტოს არ იმების გამოვიტანს არასწორად, არეულად, ხო, იმიტომ რომ tier-ში არ მაქვს დიდი გაკეთებული და ასე შემდეგ. ანუ აქ ყველაფერი გასაგებია. ეხლა მოდი გადავიდეთ, გავაკეთოთ, ეს დავტოვოთ აქ როგორც არის, აი ეს თავდაპირველი ვარიანტი, კარგად რო იყო ყველაფერი, აი ესეთი, აი ესეთი. აქ ნახოთ რომ ყველაფერი რიგზეა და всё, ეხლა გადავიდეთ სხვა რაღაცაზე. ეხლა ნახოთ რა არის view-back. ესე იგი, იმის გარდა რომ მე შემიძლია ინფორმაცია გავატანო view ისა კონტროლერიდან view-ში მოდელის დახმარებით, ხო? ან მოდელის გარეშე, ანუ რა ვქნა. აი აქ return view-ში გადავწე რაღაც, ხო? გავატანო რაღაც. შემიძლია გავატანო სიტყვა. შემიძლია გავატანო list, შემიძლია გავატანო ობიექტი. ანუ ბევრი რაღაც გატანება შემიძლია, ხო? აქ ხა მე რა სიტყვა გავატანო, შეიძლება? ეს შეიძლება? რატომაც არა. გადავალ ამის view-ზე და ეგ დავწერ ეს რაღაცას. ხო? გავუშვებ ამას და ავარეფრეშებ. უნდა დავბილდო, იმიტომ რომ იქ რაღაც შევცვალე C#-ში. ახლიდან გავბილდავ და აქ მეტყვის is master wasn't found or no view engine supposed to search locations. ესე პირდაპირ ვერ წაიღებს მე მგონი რაღაც string-ად უნდა გავატანო. აქ რომ გავაკეთო string wasn't found or no just for the search we can do locations or search. ანუ გვერდებს ეძებს ეს. ამიტომ აქ რომ ეხა ობიექტი გადავწე, ობიექტი რო გადავწე შეიძლება წესით. ეხა ნახეთ რომ ამას როგორ ვიზავ. აქ გავაკეთებ student კლასის ობიექტს. ხო? რომელსაც მივანიჭებ რაღაცეები გაჩვენებით. და ანუ ობიექტს გაიტანს, კონკრეტული string-ი არ გაიტანა. ახლა მე გადავწე cl და მე რო აქ model წერტილი name დავბერტო და ეს რომ მე გავუშვა ხო, ეს რა ერორი აქვს და მოკლედ წერტილი ეს რომ მე ხა გავუშვა აქ დამიწერს tests ხო test გამომიტანა მოკლედ კონკრეტული string-ი არ მიიღო იმან ეგრეთი გატანების სიტუაციაში ხო ანუ გადავეცი ერთი ცალი ობიექტი და არა ლისტი. აი ნახეთ, ერთი ობიექტი გავაკეთე და გადავეცი ამას views. ამან აქ მიიღო
ეს მოდელში ჩასვა ის რაც იქიდან მიიღო, ხო? და name-ი გამოვიტანა. შეიძლება დავსერჩავ, მაგრამ model წერტილი value-ით თუ რაღაც თუნდა გამოიტანო კონკრეტული string. დავსერჩავ და გაჩვენეთ. ანუ ამან აქ მიიღო და .name-ი გამოვატანე ეს. შემიძლია გამოვატანო სხვა რაღაცას, ეგ beer-ით გამოვყო და model წერტილი surname-ი გამოვატანინო, ხო? გამოვიტანა მეორე surname-ი. შემიძლია თქვა model წერტილი ეს პატარა მოდელი და დიდი მოდელის ასოებში განსხვავება არის სულ სხვადასხვა რაღაც. აი გამოვიტანა ეს რაც გამოვაწოდა იქიდან, ხო? მე ასევე მაქვს საშუალება რომ რაღაცა თუ მინდა რომ გავატანო კონტა ის რა ქვია კონტროლერიდან view-ში, ამისათვის კიდე მაქვს ეს mini კონტეინერები view data. ისა view კონტექსტები თუ რა ქვია view bag-ები უბრალოდ. ანუ ესეთი პატარა დინამიური სვადი მაქვს view bag-ი, რომელშიც ჩავდებ რაღაცას და მე იქით დავინახე. ახლა როგორ ვიზავ? აქ მე გავაკეთებ ეს რაღაცას view bag და ამის მერე მე დავარქმე მე თვითონ სახეს დინამიურად. მაგალითად მინდა დავარქვა რა დავარქვით? ჩანთა. ხო, არის რისიტორი. ყავის ჩანთა. ვთქვათ. ხო? ეხლა მე შემიძლია ეს ყავის ჩანთა გამოვიტანო იქ და ნახე როგორ აი აქ დავწერ ეს რაღაცას view bag წერტილი იგივე სახელი უნდა დავწერო აქ რაც დავარქმე view bag-ს იქ ხო და მე რომ ამას გავუშვებ არა ინდექსის დავლა ეწერება ყავის ჩანთა ამ რა გავაკეთეთ მიხვდი ესე იგი view bag-ში რაღაცა ინფორმაცია ჩავდე და მე ეს ინფორმაცია დავინახე იქით კონტროლ ისა view-ში. იქ გამოვიყენე view bag და რაც სახელს დავარქვი იქ ჩანთა და ის ინფორმაცია რაც იქ ჩავდე აქეთ დავინახე. ხო? კიდევ მაქვს view data მეგონი view კონტექსტიცაა და ასე შემდეგ. ამას მე ნელა როცა დაგვჭირდება რაღაც მაშინ გამოვიყენებთ ხოლმე. არა. 40 ეწევი შენ? არა. კაი, ახლა ხუთი დავისვენოთ. ლოც, ეხლა კაი რაღაც საინტერესო რაღაც უნდა ნახოთ. ეხლა რაც შევცვალოთ, ესე იგი, აქ ისევ გადავაკეთოთ home index-ზე, რომ ყოველი გახსნის დროს არ გაგვიჭირდეს. ეხლა გავხსნა dark list-ი და გვხვდება ისევ ჩვენ რაც გავაკეთეთ და მოდი ჩავამატოთ ის ბოლოში ერთ-ერთი ღილა კი ესეთი, ეხლა გეტყვით რაც. აი აქ, ანუ აქ ჩავამატოთ sariel th-ი. აქ ჩავამატოთ TD და აქ დავამატოთ ეს რაღაც. ატაგი დავამატოთ და ამათ აქვს უთხრათ რომ შენ გადადი home edit-ზე. არა, პირდაპირ ვეუნები და ანუ პირდაპირ მიაბავს იმას, რომელ თუ localhost-ზეა, localhost რაღაც და მე მიაბავს home edit-ს. ანუ მაგის პრობლემა არა. და აქ ვთქვათ ესეთი რაღაცა item წერტილი name. აი ხან ახლა რა ვქენი? ლინკი ავაწყე ესე. აი სალომეს შემთხვევაში. აი მომხდარ გავუშვე განახილეთ. აი ნახე ესე მაქვს სალომე გაჩნდა და 19 წლის და edit-ია ბოლოში, ხო? აი ეგ მივიტან edit-ზე მაუს და ნახე ლინკი როგორია? ხედავ? აქ home edit და მე slash salome. home გავე. control edit. აი salome. აი ნახეთ. აქ ხომ იწერია. ანუ ამას ის ანუ აქ რა ის გადაწყდა JavaScript დომი აღარ ჭირდება? არა, ხედავ ეგრევე კონტროლერში. აი ნახე. აქ ხოცა კონტროლერი შენდა არის. და აი ეს ზონები ოპშნალია და არის ჩვეულებრივი URL პარამეტრი. ანუ ეს პროსტა არის პარამეტრი. ხო? ანუ მე მაგალითად, ხო? ეხლა აქ მე გავაკეთე ეს რაღაც. აქ მე ჭკვიანური რაც გავაკეთე არის ის რომ edits რომელსაც არ უნდა დავაწვე, მივხვდები რომელ ტიპის edits დავაწექი. ანუ ამას რო დავაწვე სალომეს edits-ზე გადავალ. ამას რო დავაწვე ავთანდილის edits-ზე გადავალ და ამას რო დავაწვე კიდე გიორგის edits-ზე გადავალ.
ხო? აი დავაწექი თქვათ ამას, ხო? ნახე რა მოხდა? წავიყვანა home edit salome, პარამეტრად მისცა salome, ხო? ოღონდ ეს edit-ი არ არსებობს, ხო? ამიტომ მოდი ხა edit-ი დავამატოთ. აბა, ეხლა გავბილდოთ და ვნახოთ. ვერ გადამიყვანა, იმიტომ რომ ვერ იპოვა edit-ი, რომელიც პარამეტრად იღებს salome-ს. ხო, აქ name-ი ესეთი string name problem იქნება. არა, მგონი აფერი არ მოიქნება. როგორ? კონტროლერში ის ჩავდება და სად კონტროლერში? კონტროლერში ვარ. ანუ აქ ამას მოეწოდება name-ი. არა, home კონტროლერში ვარ. Stud control-ი არც მაქვს. ის მოდელია ხო. ხო, ეხლა რეალურად აქ პრობლემა წარმოიშვა შემდეგნაირი. ესე იგი, edit-ს რო ვაწვევი, აქ ეს უნდა გადავიდეს edit/salome-ზე. და ესეთი ტიპი ამას არ აქვს. რა და უნდა კონდეს, იმიტომ რომ routing-ში მიწერია, რომ შემდეგ იქნება ID-ო. ID-ზე მიწერია, რომ optional-იაო. ანუ მე რო ეხა ეს რო ამას წაუშალო, ხო, აქ. ID. და მე რო დავაწვე ამას, მაინც რო სამომიდოს, იმიტომ რომ ვერ დაინახავს edit-ს. ხო. მაგრამ მე რო ეს აქ salome მოვუშალო ამას და პროსტა edit-ს რო გადავიყვანო, მაშინ პროსტა გადავა. მაგრამ მე არ მაწყობს მე. იმიტომ რომ პროსტა edit-ზე გადავალ, მაგრამ ხომ დავიწოდე edit-ს ვაფშე ვერ ხედავს, ანუ რაღაცა სხვაშია პრობლემა, რატო ვერ ხედავს? აბა ვნახოთ ერთი რატო ვერ ხედავს. view არ დამიმატებია. ხო. ანუ ამისთვის view არ დამიმატებია. edit-ზე კი მიდიოდა, მაგრამ ამის view-ს ვერ პოულობდა, რომ ჩამეტვირთა, იქ დამავიწყდა. დავამატოთ მოდი view. ეხლა გავუშვათ აქედან და ვნახოთ აბა რა მოხდება. ესე იგი, იქ ID-მე სწორად ჩავსვი, edit-ს რო ვაწვევი, გადავყავარ edit-ს. ხო? მაგრამ ერთ-ერთი რაც ეხლა აქ არ შემიცვლია არის ის, რომ აქ მე კიდევ უნდა გადავწე, ეხლა მე აქ უნდა გადავწე name-ი, რომ მივხვდე რომ ვის edit-ს დავაწექი. ამას ეხლა მივხვდებით რისთვის ვაკეთებ. ესე იგი, გავხსნათ მოდი, დავაწვევ ამას და გადამიყვანა home edit salome-ზე. ხო? და ეხლა ნახე რას ვიზავ, მე ავდგები და ვის edit-ს დავაწექი. იმის edit-ს გამოვაჩენ ეს viewback წერტილი name-ი უდრის ID-ს. ხო? და ამ viewback წერტილი names ჩავსავ აი აქ. ხო? ეხლა მე გავუშვებ ამ ყველაფერს, უნდა edit-ით არა index-ით გავუშვებ. index-ით გავუშვებ, დავაწევი alt handles, გადავყავარ alt handles-ზე, დავაწევი salome-ს, გადავყავარ salome-ზე, დავაწევი გიორგის, გადავყავარ გიორგის. ხო? ეხლა როგორ ხდება ამ ყველაფერს მოდი ავხსნათ. მანამდე დამტენ შევარდე. ეს მოგონა ვჭირდება. კომპიუტერი რომ რაღაც ტაბლა შევარდე, მოიცა? არა. ანუ ეხლა ნახე რა ავამუშავე. ანუ ამას ყველა მივხვდით, ხო? ანუ მაქვს და როგორც ხდება ხოლმე ამ ვიდეოში მომიწევ პარალელურ დაკეთებას, სადაც იქნება რაღაცები ჩამოვათვალე, პროდუქტების ჩამოვათვალე იქნება, მოხმარებლის ჩამოვათვალე იქნება, თუ რა იქნება, მე გამჭირდება რომ მე ამ მოხმარების პროდუქტებს რაღაცები შევუწყო. ანუ მაქვს ჩაოლობები. ესეთი. რაღაც თეიბლი აკეთებს გიგები. ხო? აქ მიდია რაღაცა, აქ მიდია რაღაცა, აქ მიდია რაღაცა, აქ ეს მიდია რაღაცა. ყველა ოთხი ჩამოწერებს. ეხლა მინდა რომ აი ამ რომელიღაცა ჩანაწერებს, რომელიღაცა value დავაედიტო. ხო?
ერთიარებული რომელიმე. აი მაგალითად, აი ამ ჩანაწერის, აი თუ წერია 5, მინდა ჩაწერო 4. ხო? და როგორ მოვუწე? აი გვერდზე გავუკეთე ღილაკი edit-ი, რომელსაც რომ დავაწვევი, გადამეყარ სადღაც. სადაც იქნება აი ეს ველები ცალ-ცალკე გამოტანა. ესე და ესე. და აქ იქნება save ღილაკი. ხო? აი ამ როლს შევცვლი ჩაწეროთ, save-ს დავაწვევი და ისევ გადმომიყვანს უკან და აქ წერია 4. მივხვდით ხო პროცესს? ეხლა ამისთვის რა არის საჭირო? რა უნდა გავაკეთო? პირველი რაც არის საჭირო, ღილაკი უნდა დავამატო edit-ი. და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, რომელ ღილაკსაც დავაწვევი, უნდა მიხვდეს, რომ აი ამის დაედიტება მინდა, ამას თუ დავაწვევი. ამას თუ დავაწვევი, უნდა მიხვდეს, რომ აი ამის დაედიტება მინდა. ამას თუ დავაწვევი, უნდა მიხვდეს, რომ ამის დაედიტება მინდა. ხო? ანუ ერთი ღილაკი ერთ რაღაც ყველა ღილაკი ერთ რაღაცაზე უნდა იყოს მილინგური. ყველა ღილაკი უნდა იყოს თავისი უნიკალურ მნიშვნელობაზე უნდა იყოს მილინგური. ხო? აი ნახე რას ვამბობ? ეგრე გვაქვს, კი, ოღონდ არასწორად გვაქვს. აი ეს ღილაკი არის მილინგური სალომეზე, ხო, უმეტით სალომეზე. ხო? ეს ღილაკი არის მილინგური ალთანგილზე. და ეს ღილაკი არის კიდე მილინგური გიორგიზე. ხო? მაგრამ ჩვენ აქ პრობლემა გვაქვს ძალიან მნიშვნელოვან რაღაცებში. სახელი არ შეიძლება იყოს, ანუ ვერ იქნება ფიზიკურად უნიკალური. ხო? ხო, აი ხო, მივხვდით. ანუ მე რომ მილინგვის დროს გავამეყენებინა ID, ხო? მაშინ იქნებოდა ყველაფერი სწორად. რეალურად როგორ ხდება? მონაცემები გაქვს ბაზაში. ხო? ლისტს აქვე ხო არ აკეთებ, ჩვენ რო ხელი გავაკეთეთ, ეგ ხო რაღაც მაგალითის ვცქენთ, ეგ სისულელეა. ანუ მონაცემები გაქვს ბაზაში. ბაზიდან მოგაქვს მონაცემები, ამ მონაცემებს ანახებ, ხო? და მე ადმინისტრატორს თუ უნდა დააედიტებს. და დაედიტების დროს მე უნდა გადავიდე ლინკზე, რომელიც იქნება უნიკალური. მე თუ აქ ეხა ორი სალომე მქონდა, რა მიხვდეს რომლის მონაცემის დაედიტება მინდა? როგორ მიხვდეს? აი სალომე გაჩიլაძე, ყავს ორი ცალო. ხო? ხო, ანუ ვერ მიხვდება აქ მე რომლის დაედიტება მინდა, ხო? ამიტომ უნდა იყოს უნიკალური. როდესაც თქვა რაღაცის edit-ი მინდა, რაღაცის delete-ი მინდა, რაღაცა უნდა გავატანო უნიკალური, რომ გავარჩიო მე რომელ კონკრეტულ ობიექტზე მაქვს საუბარი, რომელი ობიექტის დაედიტება მინდა, ხო? ამიტომ ეს წესი და რიგით უნდა იყოს გაკეთებული ID-ით. შემიძლია აქ ID გამოვაჩინო, შემიძლია არ გამოვაჩინო. ანუ მაგის პრობლემა არ არის. მაგრამ მე edit-ს რო დავაწევ, უნდა გადავიყვანო უეჭველი ID-ით. edit-ზე. ხო? და ეხლა მე რა გავაკეთე, ნახე. სალო გესმის სალო ყველაფერი. აი, edit-ს რო ვაწვევი, ლინკი ეწყობა ესე. home/edit/salo. home ვიცი რო არის კონტროლერი, edit ვიცი რო არის view და salome ვიცი რო არის ამ edit-ის პარამეტრი. ჩვენ ხო აი. როგორ? აი ხო აქვს რეალურად იმას რო აკრიალებს რა ყოველში. იქ ID არ მაქვს. არა, ID არა ინდექსი რა. პირველი. არა, ანუ ეგ ხო არ არის ჩემი ID. ხო ID არა. არც ინდექსი არ აქვს, for-ში ინდექსი სადმოს. ეგ for-ში ინდექსი. აი ნახე რა გავაკეთე? დავამატე view ხო? რომელსაც ქვია edit. და პარამეტრად აქვს რაღაცა პირობითად ID. ამ ID-ში რა ჩასვავს? აი ეს edit-ს რო დავაწვევი სალომეს შემთხვევაში აქ რას წარმოგებს? აქ რომ მე name-ი ჩავწერო სიტყვა შეიძლება? აბა გავუშვათ თუ იმუშავებს. როგორ მუშაობს, არ იმუშავა. ის ანუ ის სალომე უფრო გადააწევს ყოველის ამას. აბა რატო არ მუშაობს, ვინ მიხვდება? იქ ID-ს გადანახვა არ უწერია იმაში ვიუში. აი რატო არ მუშაობს, ნახოთ? აი აქ routing-ში მიწერია ბორო პარამეტრს ხო ID. ხო? ამიტომ მე თუ ახლა გადავიდე და ჩავწერე name. მაშინ ყველაფერი რიგზე იქნება. ანუ ეს არ აგერიოთ. ანუ შეიძლება
თქვა ამას ყურადღება არ მიაქციო და მე გაიჭედო და ვეღარ მივხვდი რაშია საქმე. ანუ ნახე ესეთი რაღაც იპოვა, მაგრამ ესე იგი edit იპოვა და походу ისეთი edit იპოვა, რომელიც პარამეტრს იღებს რა. ხო? და გააკეთა ეს რაღაც viewback.name გააკეთა რაღაცა კონტეინერი გააკეთა დაარქვა name შიგჩადო ეს რაც მიიღო. ჩაოვრი ცარიელი დააბრუნა, ამის ვიუზე გადავიდეთ ნახოთ რა ხდება. და ცარიელი ვიუში აქვს გაკეთებული HO-ში უზის ეს რა თქმა უნდა ზაბულკა თითო viewback არის C# კომპონენტი. viewback.name წამოვიდა ჩასვა resource-ში და გამომიტანა. სალომეს ვაწევი, სალომეზე გადადის, გიორგის ვაწევი, გიორგიზე გადადის, ავთანდილის ვაწევი, ანუ ყველაფერი არის რიგზე. ერთადერთი ჩვენად ლოგიკური პრობლემა რა, ნუ ყველაფერი მუშაობს, მაგრამ ერთადერთი რაც აქვს ჩვენ ლოგიკური პრობლემა გვაქვს არის ის, რომ სალომე, გიორგი და ავთანდილი არ შეიძლება იყოს ლინკის შემადგენელი ნაწილი, იმიტომ რომ ეს არ არის უნიკალური. ID უნდა იყოს უნიკალური. მოდი ახლა უცებ გადავაკეთოთ ისე რომ ID გადააწოდოს ნაღდად. პირველი რაც უნდა გავაკეთო, სტუდენტში უნდა დავამატო public int ID. არა. არა, მაგრამ შემდეგში მივიღოს. აქ დავამატებ ID არის 1 ვთქვათ. ამის ID არის 2 ვთქვათ. და ამის ID არის 3 ვთქვათ. უნიკალურებია ყველა. და კიდე სად უნდა დავამატო? სტუდენტი სად ვარ edit-ში კი არა. ცხრილშიც უნდა დავამატო. ანუ მე ხო ლინკი უნდა შევცვალო. აი აქ ვეტყვი რომ მიეცი ID. ხო? გავუშვებ ხა? და ეხლა რადიკალურად შეიცვალა, ხო? ამის ეს გადადის home edit 1-ზე, ეს გადადის home edit 2-ზე, ეს გადადის home edit 3-ზე. ერთ-ერთი რაც აქვს შესაძლებელი არის აი აქ, აი ამის edit-ში და უთხრა ეს string-ი კი არ არის, ეს არის int-ი. ხო? როგორ? ამ შემთხვევაში ის უკვე int-ია და წესით არ უნდა იმუშაოს. ანუ რიცხვია ის და არა ის. ეს დავარეფრეშოთ, უბრალოდ ეს დავარეფრეშოთ. ახლა ის string-ზე იმიტომ მუშაობდა რომ სალომე სიტყვა იყო. ეს int-ი ხო რიცხვია ID. დავწევი, შვება ყველაფერს. ხო? ეხლა აბა ოდნავ გავართულოთ. და ესეთი რაღაც გავაკეთოთ, თუ გამოვა ლისტით, თორე ბაზიდან კი გამოვა. ეს აქ გამოვაცხადოთ. ეს აქ ჩავწეროთ. რომ ნახოთ ხო ყველაფერი რიგზეა, ან ხო არ აირია. და აქ გავიტანოთ ერთი რაღაც my list use ისა ID use წერტილი surname გავიტანოთ. აბა გავუშვათ და ნახოთ თუ ყველაფერი რიგზეა. ესე იგი edit დავაწვეთ და ვერ იპოვა, იმიტომ რომ index was out of range must be non-negative and less than the size of the collection. ანუ ვერ დაინახა რომ შევსებულია და მაგიტომ. ბოდიში, რომელს დავაწექი ახლა მე? ორს დავაწექი. უნდა იქნა მაინც. ანუ აი ეს შევსებული ვერ დაინახა იქ. და ეგაა პრობლემა. აი მაშინ ბავშვურად მოვიქცეთ. ეს თავს გავაკეთეთ. ანუ ეხა ვიქცევით ძალიან ისე რა ქვია, ცუდად და მაგალითისთვის ვაკეთებ პროსტა რა. აჰა, ნახე როგორ გადავაკეთე ეხა. ამას რო ვაწვევი, აქ კი ID გამოქვს. ანუ ამას რო დავაწვევი ავთანდილ ფლივიძეს, ავთანდილის ID არის 2, ლინკი იქნება ეს home edit/2. ანუ 2 არის უნიკალური, 2 აი მარტო ავთანდილის ID ვერ დაიბნევა და თქვა სხვა ტიპზე ვერ შევა, ხო? ამას ვაწვევი და ნახე რას ვაკეთებ. აქ მე ვეუბნები რომ გამომიტანე მეორე ID-ზე არსებული ლისტში არსებული ტიპის surname. ხო, ეს ახლა ლისტზე ცოტა ხისთავი, ანუ ცუდად გავაკეთეთ, მაგრამ ბაზაში იქნება იდეალური, ხო?
შევძროები ბაზაში, ვნახავ მეორე ID-ზე ვინ არის და იმის surname-ს გამოვიდა. ხო? აი. ესე იგი. ვერ გაიგე, აი ნახე. ესე იგი, ლინკი აი აქ არის ძალიან ჩვეულებრივი. ხო, აი ლინკზე რომ მივალ, აი თქვა ვაწვევი, აი შენ სახელს რო დავაწვევ. აქ წერია? ხო, მედიტექი. აი ნახე ამას დავაწექი, წერს გვარს. ხო, ოღონდ გვარს წერს არასწორად, ქვრივიძეს წერს, იმიტომ რომ my list-ში პირველ ინდექსზე, ანუ list-ი ხო არის ჩვეულებრივი კონტეინერი. ეს კონტეინერია. ხო, რომელშიც არის 3-ცა ჩანაწერი, პირველი არის შენი, მეორე არის განთქმის, მესამე არის და ინდექსები არის 0, 1, 2. ხო? და მე აქ ნახე კოჩი რას ვეუბნები? ანუ აქ ხო მივიღე შენს სახელს რო დავაწექი, აქ ID-ში რა მივიღე? 1. აქ მე ანუ სულად გავაკეთე, ანუ მაგალითისთვის მოვიყვანე, თორე ესე არ უნდა გავაკეთო, მაგალითისთვის შეიძლება, მაგრამ ესე რა თქმა უნდა არალოგიკური აზრი არ აქვს ამას. ნუ თქვა ლისტი მაქვს ახლა შესაძლოა. და ახლა თქვენი view-ი name-ში უკვე დავიმახსოვრე, აი ამ ლისტში არსებული პირველ ინდექსზე რომელი ტიპია ამ ლისტში? შენ ხარ ნოუზი. ხო, ეს ვანე. პირველ ინდექსზე ანუ აქ შემდეგი ნახე რა გავაკეთო უფრო მაგალითად. მაისტრალს გავაკეთებ. ერთი რომ დაიწყოს. ჰა? ერთი და რომ დაიწყოს list one-დან ვერ დავაწყებინებ, მაგრამ შეიძლება ჩემი ID-ები გადავაკეთე, 0 1 2 გავაკეთე. ახლა გაჩიჩილაძეს წამოიღებს ნახეთ, ხო? ანუ უთხარი რომ აი რომელი ID-ს მივიღე, იმ ID-ზე არსებული ტიპის surname-ი გავამიტანე. ხო? მოკლედ, შემდეგ ლექციაზე ვისაუბრეთ ის რაღაცას. გავაკეთებ ფორმას. ჩავწერთ სახელს, გვარს, პაროლს, იმეილს, რაღაცას დავაწვევით და ამ ინფორმაციას აიღებს, მოკიდებს ხელს და წაიღებს სხვა ვიუშ და იქ გამოიჩენს. შემდეგზე თუ მოვასწარით ბაზას შევხვდით, დავამატებთ და უკვე ბაზაში ჩავწერთ, თუ არ მოვასწარით, იმის შემდეგზე მაგას უკვე ვიცით. აბა კითხვები ახლა რა გაქვთ? ამ დღევანდელ ახსნილ მასალასთან